რომელ ბაბუას? მე რო ის რა რომელიც ძინა ყაზახიებია ალბათ. ყაზახი შენ ეგონი თუ კაია რა. ნახე ეგრე რატო ეგონი ყაზახი? ბანაობს რას ვეძახი 22 წელია იცი ახალ პროსტ ხალხში მომს. ხუანჩალე. და მოკითხვა მიდი, მაინტერესებს. ნაჟიმს. თუ რა რქვა? ნაჟიმი. მოკითხვა აგის აი ხოსმე ვერ გოგოს მოწონა მაგალითად ხო, ეს არის სწორი, ეგრეც უნდა იყოს. ბებია შენს მეურები. ფოთშა მართლა უნდა ჩაიჯო, ხო? ფორმის უნდა. What? ზოგადად მივსდევდი შარშან, შარშან არა, იანვარში ეხლა მართლა. განში, მაგარას გაუსვა. ვიხურებით. ბოლო გადაცემა არის. მართლა? მოგვიაზო. რაღაც ის ბოლო პერიოდია, ახლა მალაპარაკებს რა მაგარია. კაცნახევარი. მარი თუ მარიამ? მარიამ. მარიამ. ბიჭი რო საწრუპით სვავს სასმელს, red flag-ია თუ არა? What? კი, TikTok-ზე არის ეს ტრენდი, მეგობრებო. ბიჭი რო საწრუპით სვავსო, არისო red flag-იო. და მაინტერესებს გოგოს აზრი ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ახალი ტრენდი რო არის, ხო იცი TikTok-ზე? ბიჭო, ბაზარი არა. გამარჯობა მაყურებელო. ჩვენი სპონსორი არის Brixi, ჩვენი სტუმარი არის მარიამ ზარანდია, ეგრევე Wonder Blondie, როგორც ყოფილი Clippers ბარში. შავა დადიანის ერთ-ერთ ნომერში. თავისი ბარი რო არ გაარეკლამოს აღშეულია. Fuck you. ანუ შურს, ხო შეიძლება რომ შურდეს ჩემი ძმაკაცის. ჩემი ეს კამერის გარეთ უნდა მკოცნიდეს პირიქით, ხო? მოდი ახლა აკოცეთ ერთმანეთს. არა, ეგ სხვა საიტზე მეგობრებო. მაინტერესებს მარიამ შენი აზრით, მე რო ახლა საწრუპით სვავ, red flag-ი არის თუ არა? ჩემი აზრით, საერთოდ ამ ტრენდზე არაფერი გადავიღე სპეციალურად, იმიტომ რომ ჩემი აზრით ჩამეწერა, უკვე ისევ ამ საკითხის პროპაგანდა იყო რეალურად და კიდევ პოპულარიზაცია ამ ტრენდის და ანუ ზოგადად ძალიან ბულშიტ არის ჩემთვის ეს. ანუ სექსისტურია შენთვის ეგ. ანუ სექსისტური არა, უაზრო. ანუ აი, რაში მაინტერესებს ვიღაცა, როცა საწრუპით სვამს, ვიღაცისთვის საინტერესოა თუ არა, ეს ერთი. მეორე, მე თუ რაღაც ჩემი პირადი, ასე ვთქვათ, პრინციპები მაქვს, სტანდარტები, რა საჭიროა რომ ამაზე დავდგე და ვისაუბრო თუ მართლა, ანუ რაღაცას ნიშნავს ეს ჩემი სტანდარტები რა. ხო, რაღაც ძალიან სერიოზულად მივაწექი ახლა. მიდი, ბიჭო, მიდი, გააჭრა მარიამ, მიდი მიეწექით, სახი რა აზრი. მნიშვნელოვანი რაღაცები არსებობს დღეს სოფლიოში, ჩვენს ქვეყანაშიც. და ბევრად საინტერესო ლამაზი, ვიდრე რაღაცა ამ საკითხზე საუბარი და დროის ჩემზე ლაპარაკობს. მადლობა. ხო და ჩემი აზრით ზოგადად ეგ სტანდარტები და ეს საკითხი და ამაში დაკარგული დრო, ამაში ვიდეოების გადაღება, ტრენდულობა, სკროლას მენა 1000 კაცის არის უბრალოდ კიდევ თქვენ ცხოვრებაში დაკარგული რამდენიმე წუთი. ისე სქესობრივი ომები 2025 წელს არ ტეხავს იმინა? აბა ბიჭო. ყველანაირი ომი ტეხავს. ყველანაირი ომი ტეხავს, რაც აი იმინა ბიფები. ტვინების ომი ასწორებს. ტვინების ომი ყველა წელს რაღაცაა, ხო? ტვინების ომი ყველა წელს ასწორებს. პროსტა აი Gender Wars-ი 2025 წელს არის იმინა. კიდე რომი ასწორებს. მე მგონია რომ ეგ ისევ კომპლექსიდან მოდის. ხო იცი რომზე ისე და მაპატია, ბოდიში მარიამ. რომზე დაბრუნდა ისევ მიმი რა, ყველა გზა ისევ რომისკენ მოდის რა. რაღაცა რომი მაგარია. რომის ისტორიაზე ყოველდღე ლაპარაკობთ მე ჩემს კაცს. აი ყურე კიდე მან ხო იყო რაღაც ტრენდი. რაღაცას ამბობდა თქვენ ქალბატონი და რასთან დაკავშირებით? თქვენს მენას შევღებთ. ვჟიზნე რა. ანუ ხო, არ ვიცი ახლა ესე. მე ზოგადად ასეთ საკითხებზე ცოტა ვცდილობ სხვა თვალიდან შევხედო ყველაფერს რა. ბიჭი რო ავტომატიკას ატარებს red flag-ია? არა. არა, კიდე რა იყო მან? ეგ ხო იგი იყო ეგ. კაია. ფლექს რომ მოითხოს რესტავრ. ხო. თეორიაზე რო იჭრება red flag-ია? ხო, ბიჭო თეორიაზე ის. არა, ბიოტო. კაია. ბენის არა, ბენის არ აინტერესებს, ბენი შეყარებული ყავს ისე როგორც მე. მაგრამ ზოგადად კაია. ხო, უბრალოდ ჩემმა ჟაყომა მაგარი დამასაბრ თეორიაზე ჩავიჭერი. ბრავო, მე ბენის შეყარებულ ზანდი პატივს ვცემ. ჯერ მარტო იმიტომ რომ ბენის უძლებს. შემე რამდენი საათი ჩავაბარე? მე 7-ზე. თეორია პირველივაზე. ანუ ამას ახლა მოგიყვები როგორ იყო რა? მექანიკაზე ვაბარებ. წავალ არა, მექანიკაზე ვაბარებდი, პირდაპირ გეტყვი, მექანიკის როა არ მაქვს, მექანიკის მიღება. მე ცოტა განსხვავებული кейსი მაქვს რუსთავის ამაზე რა ქვია, მოედანზე თითქმის ყველა მიცნობდა უკვე იქ ვინც იყვნენ. უბრალოდ ანუ აი მანქანაში მქონდა იმის პრობლემა, რომ ხელის მუხრუჭს ვერ ბერეოდი და ორჯერ დამცინა თვითონ აი მან რა ქვია, გვერდზე ვინც მეჭდა. და ანუ ესეთ რამეს ვაკეთებდი, რომ ერთხელ რო იჭრები ხო შეგიძლია გადაიხადო და კიდე გახვიდე. 3 ჯერ გავაკეთე იგივე. და
და ანუ მეთქი ანუ აი არა რაღაცა, იმიტომ რომ სულ ამის გამო აი მართლა სამივეჯერ აი ამან გამიჭე და ორი ხელით მიდოჭე. ეგრე მოვაკეთებ ხელს, თორე ედიტორები უძრაუსის გააკეთებენ. ოკეი, კაი. ხო, მოკლედ ხელის მუხრუჭს ვერ ვერეოდი და მეოთხეჯერ რომ მივედი, ანუ აი მე-7ჯერ ჩავაბარეობა და ავიღე და ნუ ავტომატიკაზე გავედი, იმიტომ რომ დავფიქრდი მე მექანიკაზე აღარ დავჯდები და არც დავჯდარ ვარ და არ ვაპირებ დაჯდომას. ამ ეტაპზე კი. საერთოდ ხელის მუხრუჭიც აღარ გაქვს. კი, და თან სპორტ ქარებიც დღეს უკვე ელექტროები არიან, ახლები, ახალი მოდელები და მე პირადად არ მაქვს ის გონკები, რომ აი აუცილებლად ჩემი პირველი გენეტიკის ის ვინც იყო მოგვარე, იმ დროინდელ მანქანაზე დავჯდა დიდი პატივისცემის და მიუხედავად. ერატოსთენე ზარანდია. ხო, ამიტომაც ხო, რა პრაქტიკულობაში ვხედე. რომელ ბაბუას? მე რო ვიცნობ. რა რომელიც გინდა თქვი. რომელიც გინდა თქვი, რა ვიცი. ორივეს. ერთს მალხაზი, კი და თამაზი, ბაბუაჩემის სახელი ბოდიში. მეურს მარია. ბოდიში ბაბა. თამაზი ბაბა. არა, ის ხო ბაბუის სახელს რო არქმევენ. ანატოლი და თამაზი. ანუ ესე იგი უკრაინელი ბაბუა ყავდა ერთი? არა, კაცო, ქართველია. ანატოლი რა გორწოდი? სოხუმელია, სუფთა სოხუმელი. ჩემიანი გაიჩითა. შენ რა გინდა? ოკეი. შეწადი ბერძი. ეხლა იყო სოხუმის ბაბუა შენებს რა ქვია? აბა თუ გამოსნობ, მამა ჩემის მამას რა ქვია? აბა თუ გამოსნობ. ვახტანგი. არა. მის საპატივცემლოდ ქვია სახელი და ბიჭიკო ქვია. ანუ ბაბუაჩემს უკვე ბიჭიკო. და უბან შეძახდნენ ვახტანგს. ახლო შეიძლება დაეძახე. მოიცა ერთ ბაბუა შენის ნიკნეიმს დაგარქვეს შენ. ვახ. ანუ ვაღიაროთ რომ ბიჭიკოს ჯობია ვახტანგი. ბაბუაჩემს რატო ერქვა და ანუ მეორე ბაბუას როლანდი. როლანდი? როლანდი ეს. ბებიებზე რა სიტყვის, სადაც ბაბუებზე წავიდა? სიური და არ მეკითხა, ყველას ბაბუაჩემს. რა გერქვა ბებიების სულხარი? სიალა და თამარი. ჩემსაც ერთს და არის 102 წლის. მამა ჩემის ბებია და 102 წლის ცოცხალი ბებია მყავს. რა ქვია? თამარი. თამარა ბებო. მამა შენის ბებია? იმერელია სამტრედიელი ხო არა? მამა შენის ბებია, მამა შენის ბებია, თამარ მეფეზია, მოხდ რა ხდება, რა ვიცი. და სხვადასხვა საღგონებაზეა, ძალიან მაგარი ბებოა, ანუ აი როგორ აზროვნებს, იცი ახლა რო კითხო ნებისმიერი რაღაცა, ყველაფერზე მაგრამ გიპასუხებს აბსოლუტურად. რა იმას გეუბნება რომ ერთი ფიზიკურად არის. ჭამე ბებო გენაცვალოს და როდის უნდა გათხოვდეთ რაცების ჯანზია ამბობს. ყველაფერს აბსოლუტურად და ანუ აი მისი შვილი ულის. და აი ყოჩაღ მეთქი აი რა ვიცი უკვდავების რაღაცა ელექსირი აქვს ნაპოვნი, იმიტომ რომ საღო აი რა ვიცი. რედფლეგებზე გავაგზავნოთ. რედფლეგზე კი არა, ბაბუაჩემის სახელები მინდა რომ მოისმინე. მიდება. ბაბუაჩემს ერქვია ოთარი, რა თქმა უნდა. მეორე ხია ნაჟირი. როგორ? ნაჟირი. ბიჭო რა ეს ხილე ნაჟირი? მეგრული სახელია. მეგრულად ნიშნავს ტყუპის ცალს. იმიტომ რომ დაიბადნენ ტყუპის ცალთან ერთად დაიბადა და გარდაიცვალა დაბადებისას ის და ამას დაარქვეს ნაჟირი. მაგრამ ეძახიან და ყველა ვეძახით ომარს. არა, ხო, კარგია ომარი. მაგრამ როდესაც საბუთებზე და რაღაცეებზე იყო, მაშინ ანალიზები ჩაიტარა, კაცი არის 80 წლის და ანალიზები გაიგეთა. და ბატონო ნაჟურიო, თქვენო ცხენივით ჯამთელი ძანდებით, ნაჟური არა ვარო მე, მაგრამ მადლობაო და ცხენივით ჯამთელი ძანდებითო და აბა რა ქვიოთ, ნაჟირიო და ბატონო ეს რა სახელიაო, კაცო, ეს რა არის? მართლა რა სახელი ნაჟი? ბიჭო, მეგრელები ხო იცი ჭოჭომეფსია და რაღაცები ეგეთი სახელები როუთ რა და ბაბუაჩემს ქვია ნაჟირი რა, ეგრე მეგრულად დაარქვეს რა სახელი. ჩემი ბიძაშვილის ბაბუას აქვს. ხო, ომარი დამიძახეო, კარგი. ჩემი ბიძაშვილის ბაბუას ქვია სომელჯი. როგორ? სომელჯი. საიდია რა. არ ბიჭო, არია მომღერალი კაცი იყო თან და საიდი იყო. ალა პუგაჩოვოსთან და ნამღერი სხვა შორის. შენ სხვა მომღერალი ხარ? მომღერალი არ ვარ, საერთოდ მოიტანა. ხო, ხომღერი ხომ რა. ეს მომღერი. მაგას მე მოგერი. სოფეჯიო ეგ, მეც და შენც ვარ. სოფეჯიო, ჯეჭვა სოფეჯი ქვია მართლა. ანუ რედფლეგებზე კიდე მაინტერესებს, მანდ კიდე რაღაცები ხო იყო? აი ბიჭი რო ხო, ბიჭს რო ტკბილი უყვარს. რედფლეგია? არა, ანუ აი და იცი რა არის ახლა ერთ შეტყვი რა, ამ საკითხზე რატო ვარიდებს საერთოდ ცალკე. რა არის? მაშინ რედფლეგთან ეგეც გითხარი. ხო, ოკეი, ვეცდები. ზოგადად როგორი რამე იცი რომ როცა ისეთ რამეს ვამბობ, რაც არ ჯდება გოგოების სტანდარტებში და ცოტა საპირისპიროა, ხო? ანუ რას გულისხმობ, იცი, რომ მე ესეთ რამეს გიწერენ, რომ ფიქმი ხარ და ანუ ხო, ანუ არ ვარ ამ დროს. საერთოდ არ ვარ ეგეთი, უბრალოდ აი ფეხებზე მკიდი ერთის და მეორეც რა. აი ძალიან ბოდიში თქვენთან და ვარ ამ ჩემფეხება ადამიანი ამ ცხოვრებაში. სხვების მიმართ რა, ანუ სხვების მიმართ როგორ გულისხმობ, ანუ
არ მაინტერესებს ეგეთი სტანდარტები, იმიტომ რომ აი ბიჭი რომ ამაშვება, ჩემთვის რედ ფლეგია, ეს რომ ამაშვება, ესე წარმოიდგინე ვიღაცას რამდენი საფიქრალი აქვს, რომ დაждდეს, ვიღაცის ქცევას უყუროს და მიხვდეს, რომ ის იმის green flag-ში და red flag-ში ჯდება თუ არა. მოდი შენ ჭირი. შენ უეჭერი კალი ხარ. ანუ ხო და იცი რა, მე ცოტა ვფიქრობ, რომ სხვანაირად ვფიქრო რა. აი ჩემი აზრით, საერთოდ ყველაფრის რაღაცა ესეც ძალიან ფილოსოფიურ რაღაცას ვიტყვი, მაგრამ მგონია რომ თუ გინდა რომ ცხოვრების ხარისხი გქონდეს მაღალ დონეზე და უმაღლესეც, ეს ერთი რაღაც არის, მთავარი აუცილებლად და რა არის ეს? შენ უნდა, ანუ იცი რა არის, პირდაპირ ვერ ვიტყოდი მაგას რა, მოდი ახლა გეტყვი, ზოგს ბევრი ფული აქვს, მაგრამ აურა არ უვარგა რა. შენ უნდა გაფილტრო შენს ცხოვრებაში ის ენერგია, რასაც შემოუშვებ და გასცემ რა. ანუ იმიტომ რომ ცხოვრება არ არის მომავალი, ცხოვრება არ არის წარსული, ცხოვრება ამ მომენტში არის ის, რომ შენ ზიხარ და მაგალითად ფრიქსის მიირთმა პირობითაც და იცი რა, ვიღაცა იმის ფიქრში ხარჯავს იმ ენერგიას და ნერვებს, რომ აუ მომავალში ეს მოდის და ეს რა მეშველება, ან ვიღაცა წარსულზე დაარდით და ცოტა რაღაც დოზით უნდა იფიქრო წარსულზეც და მომავალზეც, მაგრამ წარსული უნდა იყოს შენი მასწავლებელი, მომავალი, საფიქრალი, ცოტა რაღაცა მიმართულება რომ მოგცეს, მაგრამ არა სადარდებელი რა. შენ ცხოვრობ აწყვეტი თუ მომავლით, თუ წარსული. მე ვცხოვრობ აი ერთი რაღაცით რა. მე მაქვს გულში ღმერთის სიყვარული და ეს მართლა ყველაფერს მიფილტრავს. არც რაღაცა ბოროტის მეშინია, არც რაღაცა აბკოლების, იმიტომ რომ ვიცი, რომ ღმერთი რასაც ანუ იმედი ხო და იმდენად დიდი რაღაცა ყველაფერს და ვიცი რომ ქირა არ ვარ გადასახდელი თვის ბოლოს. აი ბიჭო, აცადე ღმერთზე საუბრობს და აცადე ეს ჩემი ხუმრები გაგას ბიჭო შენ რატო იცი? ხო, ნუ ჩემთვის ეს არის ძალიან დიდი კავშირი და ვინმეს თუ რამეში შეგააჩნია ცხოვრებაში, ან რაღაცა ის რო წუწუნებს, რომ აი ეს რატომ მოხდა და რაღაცა აი მაშინ სად არის ღმერთი? ანუ იცი რა არის, აი ძალიან კარგი რაღაცა ესეთი ნახე, ვინც სკროლავს TikTok-ს, მით უმეტეს ნანახი ექნება, ესეთი რაღაც, რომ თუ ღმერთი არსებობს, რატო ხდება ამდენი ომი და უბედურება. ნახე, არსებობს სტომატოლოგიც, მაგრამ კბილი რო გტკივა და არ მიხვალ ექიმთან, ხო ვერ მოგირჩება თავისით. და ეგეთი რაღაც, რომ შენ ღმერთთან ახლოს უნდა იყო და შენი ცხოვრება ცოტა სხვანაირი იქნება რა. ამით იმას არ ვამბობ, რომ ეს რაღაცა ბიბიძი ბაბიძი ბუ და ყველაფერი დაალაგდება, მაგრამ შენ ტვინით უნდა იყო იქ, რომ აი სიკეთე ქონდეს გულში, ბოღმა არ გედოს არავის მიმართ და იცხოვრო ცოტა, ანუ აი მართლა, ანუ აი სუფთა ადამიანი უნდა იყო რა, ამის თქმა მინდა ერთადერთი და ყველაფერი კარგულად არის რა, ის კარგიც დაგიბრუნდება, ის ცუდიც დაგიბრუნდება და ამიტომ თუ ესე იცხოვრებ, ჩემი აზრით, შენ თვითონ შეამჩნევ როგორ გაიფილტრება შენი ცხოვრება და როგორ იგრძნობ თავს სულიერად მშვიდად რა. ნუ ცოტა ბოდი შემხელმოებლად იცის, მაგრამ ჩემი აზრია ეს. მე დავამატებ რაღაცას. შენ ტიბეტში არ ხარ ხო ჯერ ნამყოფი სულიერი მამებთან? არა. აი მე მაგრამ მევასება ეს ქრისტიანული პოდკასტები და რაღაცეები რა, უცხოელებს აქვთ ძალიან ბევრი. ოღონდ კარგი ზევაბო და არა. და ჩემი და თუ არის ჩემი დათო და არა თქვენი რაღაცა. და ის ხო მაგარია მამა თამაზი კი ვაი გიგა აურა. ძალიან გამიხარდა ვახომ რო თქვა რომ მამა თეოდორეს მოყვანა მინდაო პოდკასტში. თეოდორ გიგნაძის. დაჟე დაგვთანხმ და ოღონდ დროებში ვერ გადავიყვეთ. ხო, მამა თეოდორემ გითხრა რომ მე ლონდონში ლექსებს ვკითხულობ ეხლაო, თან წიგნს უშვებო, სუწიროები მაქვს და ხა წიროები რო ხთან ასე ვთქვათ აღსარებებს აბარებს და თორე სიამოვნებდოდ რომ მე ყოველთვის მზად ვარ რომ თან მე ვუთხარ მეთქი ბევრი ისე თემაზე ვეთქი ვილაპარაკებ თქო მაგალითად აი ღმერთს იუმორი თუ სწყინს მაგალითად რა აი რო ხუმრობს რაღაცა ღმერთზე რო ხუმრობს ვიღაცა თუ სწყინს ღმერთს მაგალითად და ანუ ისეთი ატო თუ ცოდვაა და რაღაცა ხო რაღაცა ძალიან ისეთი რაღაცეები რომ აი მოდელი ანუ სასულიერო პირები რამდენად ქრისტიანები არიან მაგალითად პროცენტულად ხო ახლა ნახე მამა თეოდორე არის ჩემთვის აი არის ადამიანი, ვინც საერთოდ ვინც არ ხართ მორწმუნე ან რაღაც რელიგიას თქვენთვის ახალია ან თქვენი ინტერესებისთვის, მამა თეოდორე საუბრობს, რომ მოусმინოთ, ისე კარგად და მეგობრულად და ყველანაირად, აი ისე ხსნის რაღაცებს, რომ აი ხო იცი არ გიჩნდება ისე რა, აი ტვინში გიტენისო რა, აი ესე გიკაკუნებსო რა, აი ისე გიხსნისო, შენ თვითონ ასკვნი რა, ფსიქოლოგიური. იმ მამაოს არ გავს, მანქანაში ეყო და თქვენი გენაცვა მე მაგას ვერ ვცემ რა, მაგრამ აი მამა თეოდორესთან ბახტრიონზე არის მოძღვარი, როგორც ვიცი და მინდოდა რომ ჩემი მოძღვარი ყოფილიყო. და მინდოდა რომ გადაცემის თემაში ცოტა გამბეცნო, მაგრამ სამწუხაროდ უნდა გადასვლოთ ვერ მიხდი რა, გზანიდან და აი მაინც იმას ვახო ამბობს რომ შენ გეკუთვნისო მარჯვენა სანაპირო და არა მარცხენა. მარჯვენა არის იქით დიღომი, საბურთალო, ის რაღაცები. მარცხნივ წერეთელზე ცხოვრობდი და მაგ სახლი და აი წერეთელია ცოტა გაპარულიაო რა, აი მარჯვნიდან შემოაპარესო მარცხენა მხარესო რა და გადადიო ამ წერეთელზეო რა, კაროჩე საცხოვრებელო რომ შენ ხარო მაგარი სნობიო და მარჯვენა სანაპირო გეკუთვნის შენ გდანი არ გეკუთვნის. ხო ეგრეა? კი ბატონო. ახსენ.
ბიჭო, არ უნდა ახლა ხახმა იცის რომ სნობი ხარ და რაღაცები რო აი ხალხ მართლა მაინტერესებს დაწერეთ ერთ წამს. სნობი ვარ თუ არა? აი, ამაში რომ მე დამიწერეს იცი ვახო რა სნობიო? ვაი. არა, ვიცი, ნახე ეგ გადავგი დაწერეს. იმედია ხო თუ? იმიტომ რომ შენ ამბობ ყველაზე სნობს. აი შენთვის ყველა სნობი. ეს კამერა რო ახლა გვიმიზნებს, ეს სნობი არის ვახო. ეს კამერა ანუ ყველაზე სნობს არა, ხო იცი ვიზეც რომ სნობებს და არ იცი. აი ეს არ არის სნობი. მაგრამ სნობი რამდენად ხარ 1-დან 10-მდე. რას გულისხმობთ მაგაში, მოდი ჯერ ეგ მითხარით. აი მოდი ვახოს ვკითხოთ, იმიტომ რომ ვახო ცოტა სხვანაირი ის არის. თქვი, შენი აზრით აი როგორი ცნობი ხარ და რამდენად 1-დან 10-მდე? არა, მე ვკითხე ამას, რას გულისხმობთ მაგაში თქო. ანუ როგორ რა თვისებებია? აი მე სნობს ვახო როგორც აღმიწერს. მგონია რომ ჭალებში სტერეოტიპულად სვეცკებს და პეროებს ეძახის. ხო, ოკეი, მივხვდი. ამის ვაში მე ვარ სვეცკი და პერო. შენ ამდენად სვეცკი და პერო ხარ 1-დან 10-მდე ბოდიში დაამსწრე. აი გეტყვი რა. კი. ასლარად არის ძალიან მაგარი ფეხსაცმელი. რომელიც გაგიძლებს 3 წელი, ყველანაირი ლამაზი რაღაცა. და აქეთ არის 500 ლარად და აწერია ვეტმანი. ეს 500 ლარს გადაიხდით რომ ისე წეროს ვეტემენცი ამას. ანუ 100 ლარს გადაიხდით ამაში. და ან 500 ლარს გადაიხდით რომ აი სპორტული როაცია ვეტემენტას როაცია. ამაში გადაიხდით 500 ლარს. ოკეი. და 100 ლარს გადაიხდით იგივეში, ანუ შავი სპორტული რო ჩაიცოს ეხლა ამან, ხო შავი სპორტულია მაინც, მაგრამ აი ამას ვეტემენტასი აცვია, გაიგე? და ხარისხი. მაგას ვეძახ სნობიზმს უბრალოდ. და რამდენად ეგეთი ვარ მე? ხო. იცი რა არის? და გეტყვი მე როგორ ვშვები და მე ნუ შენ მითხარი, ვშდები თუ არა ამ რაღაცაში რა. ფეხსაცმელს რაც შეეხება, ძალიან იშვიათად ყიდულობ ხოლმე მეც რა, მაგრამ თუ ვყიდულობ, მინდა რომ ვიყიდო ხარისხიანი, იმიტომ რომ სულ მიფუჭდება რეალურად რა. აი მოგზაურობებში, ამაში, ან ძალიან ვანადგურებ რა. ფეხსაცმელი თუ მომწონს, აი თავარია ჩემთვის რომ იყოს კომფორტური და ვიზუალურად სიმპათიური რა, ალბათ ყველასთვის, მაგრამ ნუ ხო, რაღაცა მარტო ის რომ ბრენდია და მე არ მომწონდეს ფორმა, ანუ ეგ არ მაინტერესებს მაგალითად, აი ბრენდი საერთოდ ესე ვიტყოდი, არ მაინტერესებს, თავარია მომეწონო სტილი და ის რომ მერგებოდეს კარგად და თანხას რაც შეეხება, ეხლა თუ არის ორი ერთნაირი არჩევანი და აი ხარისხი ყველაფერი იგივე, უბრალოდ არის წარწერაში განსხვავება. აი ხასიათს გააჩნია, რა ხასიათზე ვიქნები გაღვიძებული. ერთ საწერია Nike, მეორე საწერია ჯუბა. აბიბასი. არა, კოტონი. ხო, ეს საწერია Waikiki, მეორე საწერია Nike. მაგრამ ერთ იგივეა რა, ყველანაირად ხარის ან დაშ გეტყვი. მე ვახო ბოლოთაშვილმა შევკერე და ერთ ვაფშე არ ჩავიწყე. მაცადე ბიჭო. Nike-ის ქარხანაში მუშაობ, ვახო ბოლოთაშვილი ვარ 8 წლის. გავიგები და არ ჩავიწყე. 8 წლის ჩინელი ბავშვი ვარ, რომელმაც შევქმენი Nike. ხო. და შევქმენი Nike-ს და Waikiki-ს. და просто ერთ Waikiki დავაწეთ, ერთ Nike დავაწეთ რა და ორივე მოდის რა და ერთი ღირს 500 ლარი, მეორე ღირს ფაზაკლებით 34 და 95. კი ბატონო. აი რომელიც ყიდულობ. თუ ერთი და იგივეა, ანუ რა ვიცი, ნაკლებს, რა თქმა უნდა, ნაკლებ ხარჯია. და ვიდეოში გამოვაჩენ, რომ Waikiki გაცვია, სადაც წახვალ რა წაწერია ის მაწერია. საღამოზე Waikiki-ზე დიცა ხვალ. აი ნახე, ეგ საერთოდ ანუ არ ვიცი, არ ვიცი გიგა. სნობობა. არ მესმის მართლა. აი სნობობა მე უფრო მაგ თემაში ის გონია რომ მე რო გამსჭიდე ვიღაცას Waikiki აცვია თუ არა. მე რო გამსჭიდე. კი და განსჭია, მაგიტო აცვია. ეხლა რაღაცას ტენი. გიგა, ერთ წამი ეხლა რაღაცას ტენის ეს. შენ კი არ განსჭი. მე ვის გამსჭი? ვიღაცას აცვია Waikiki ვიტყვი რომ აუ რა აცვია. კალოშებია. არა, მე იმასვამ რომ სნობი არის ადამიანი რომელმიც განსჭის და ასევე სნობი არის რომელიც აი თვითონაც აი კომპლექსება და რაღაცა. მე მეძახიან შეჩემაკ. აბა, ჩაიჭე. სნობობა ჩემთვის არის ის როდესაც გაცვია სხვისთვის და არა შენ რო ქსიამოვნებს. ხო. ეს კომფორტულად ზრდას. ვეტრეჩი და მძღნელი საწყლეთები შეგაბე. მე ვასწავლე ბალენსია, მაგრამ ამას არ ჩავიცვა. კაი არგუმენტებია, გაიხარ, მაგარი ნახე რაღაც შეფეხს შეხედე. ბალენსიაგა მაცვია და ვეტმესი მაცვია და ხო აი ეს სტილი მევასება. დეიმა გვასალიოს მევასება, რა ვქნა. პირსახოც არ შემოვიყვე და ისა მეთქი ბალენსიაგა მეთქი არ ვიტყვი ახლა, მაგრამ რაც კაი აქვს მაცვია, რა გავაკეთე. მე მეძახიან შეჩემა. სკოლები არის ხა ვისეცო ამ სიტყვაზე, რომ დამენახე, მაგრამ მე რომ მომწონდა და მე სკოლებისგან იმიტომ ჩავიცი, ხო? სუკინსინები აცვიაო, ბიჭო, დოქტორ მარტენსი რიკოვენსის კოლაბორაცია მეცვა და სუკინსინები აცვიაო, ლაშქრობაზე. დამეწერა ვიღაცა. ვინა სნობი. შენ ხარ სნობი, იცი რატო? აბა. შენ საბურთალოს თემოში ანახე პოლობი არის. ფასი იქამდე არის ცვამდი. არა, ბიჭო, არა, მე პირიქით. გიგა, რომ საერთოდ დაევასა, ხედა? არა, კაცო. რომ ვიყიდე და პოლობი არის ისინი რომ ვიყიდე. მე გავერდე მეთქი, ვაუ, მეთქი აქ თუ არის მეთქი ნამდვილი მაღაზია, უნდა ვიყიდო თქო რა.
გავიდა რომ ვიყენე რა გიგაბაიტი მეორე დღეს ვიყიდი ისე თქო. კაი, მარიამ შედო Instagram-ზე ასეთი რაღაცა, რაც გვაქვს სამივეს, მაგრამ ცოტა რთული წარმოსადგენია. ერთამი. უსვინე მაგას? მაპატე მარიამ, ბოდიში. პოლობეარი ხო გევასება. ძალიან. აი დათუნია რომ ეხატოს ეგ სტილში რაღაცა მაინც. მაგ ნიუ-იორკერი მაქვს. 60 ლარად ვიყიდე ნიუ-იორკში ვარდისფერი ხუთი. იმიტომ რომ ეგ პოლობეარი თუნდაც მეორადებში რომ იყიდო, უფრო ძვირი ჯდება, ვიდეო ჩავლებერი 60 ლარად ვიყიდე. და რა? არა, იმენა პოლობეარი დათუნია ბიჭო, მე მევასება, შენ. ანუ შენ მიგეკითხება, მე მევასება. და დაგცინი ხო შეიძლება? ანუ შენ უფრო ის გამოდიხარ ბიჭო, დაგცინი იმაზე დაგცინი რომ შენ მაგის გამო იცვამ. არა, ბიჭო, მე მაგის გამო არ მე მევასება ბრენდი, მე მევასება დემნა გვასალე, ტიპი მევასება და ვასაპ. ტიპი ისა ხალხს აწოდებს თავს. მე დაგცინი იმაზე რომ იცვამ, იმიტომ რომ ბრენდი აწერია, რომ მაგარი ბრენდი მაცვია. უნდა ჩაიცვა, იმიტომ რომ სიამოვნოს რომ ლამაზია და რაღაცა. ანუ ფეიქს რატო აქვს, ფეიქ პოლობეარს რატო აქვს? მეტრო ცუდად რო ირეცხება ფუჭდება და ძრება. აი, იმდენი შენ. ვაიკიკიც ეგეთია, იბურძგლება. ხო და მე მაგას ვეუბნები. ვაიკიკიცა მაქვს. რა. ახლა ვაიკიკი მოცემ მგონი, ან ნიუ-იორკერი შავარი. დაჟე ვაიკიკი შარვალი მეც მაქვს, ძმა. ძალიან ბევრი მაქვს ვაიკიკი შავლის. ჯინსი მაქვს, რა, მე. რას? ვაიკიკის წვამ. რაც მომწონს ყველაფერს ვეთვამ. ანუ შენ თუ მაგას განსჭი, მე რომ მეუნები რომ განსჭიო, ანუ ვაიკიკი ჯინსი მაქვს. რო მეგეწება ეგ შავალი, გამოიცვალე. ყველა გადაღებაზე. წინა გადაღებაზე ეგ მეცვა. ვაიკიკი ჯინსი და რეკომენსები მეცვა სხვათა. ანუ ვასოდებ ხალხთან გაჩები და მანებთან. ო, ხალხობი არა ვაშნობი. მე გადბოა ხაკეთ ის რა. ო, დაწერე. მაცადე გოგოს რაღაც ვეკითხები, ბიჭო. არა, მე გაცდი. სულ შენი ლაპარაკი ამის მენი გავგა. ვაიმე რა, აუ ის არის. ბიჭო, აი ბენი უნდა ყოფილიყო. კაი, რაღაც კი არა რაღაც ამას. გეი უნდა ყოფილიყო. არა, ახლოს ხარ. გეტყვი. გუშინე და მარიამს. აუ, მარიამსა და გუშინ ესეთი სტორები Instagram-ზე რა. დერერერა. მიუხედავად იმისაო, რომ ვარო იუთუბერიო და კონტენტ კრეატორიო, ვარო ძალიან ჩაკეტილი ადამიანიო და ვარ ინტროვერტიო. მე გაიხსენდო. შენ არ ხარ ეგრე? გაიხსენდო. შენ სხვა ინტროვერტი ხარ? არ ვარ. მე კომპლექსი მაქვს, ბევრი. რისი აბა? ხალხის რომ ცნობენ მაგარი კომპლექსი მაქვს. მაგას ინტროვერტობა მაგას ნიშნავს. არა. ანუ ამერიკაში მაგალითად ნებისმიერთან შევალ კონტაქტში. აი ნებისმიერთან შევალ კონტაქტში რომ მჭირდებოდეს რა. საერთო ენას გამონახო, მაგრამ აი ტიპი რომ ცნობს და უკვე აი ეს პროსტა მაპარასოს უკვე კომპლექსები და რაღაც თავდაცვითი ის მერტვება. ხო, ეს კიდე სხვა რაღაცა. არა, მე პირიქით, ანუ ვიღაც რომ ცნობს, ვაშინები ისე ვეხუტები ხოლმე ხალხს, ანუ ძალიან მიყვარს ეგ მომენტი. ბავშვები? ვეხუტები, ბავშვები რომ მოდიან ჩემთან. ვაშინებ. ეშინია ზოგიერთ, ერთხელ ანუ მეთქი, აა ვიყვერა და ვანუ შეეშინდა ბავშვს, მაგრამ ვახოს მაგრა ეშინია რაღაცების. მე ცოტა სხვა მომენტი მაქვს აი ინტროვერტობაზე რაც ვთქვი რა. ანუ აი კომუნიკაბელურობაზე შენ რაც ახსენე, ეგ ანუ საერთოდ სხვა რამეა. შეიძლება იყო კომუნიკაბელური, მაგრამ ინტროვერტი. ანუ ნახე, მე შეიძლება ბევრს საუბრობდე, მაგრამ რაღაცა ძალიან დიდი კედელი მქონდეს და იმ მნიშვნელოვან საკითხებზე არ ვსაუბრობდე რა, მაგრამ სხვა 1000 რამეზე ვილაპარაკო რეალურად. ხო და ინტროვერტობა კიდე საერთოდ სხვა თემა არის. მაგალითად აი და შენ რატომაში გქ? აი მაგალითად ხარ კარგ სიტუაციაში, ძალიან კარგ ხალხთან, რომელიც შენ გსიამოვნებს, ანუ რო ხარ წესით. ეხლა. მაგრამ გრძნობ, რომ აი აქ არ უნდა იყო რა და ეგრევე გინდება, რომ მოწყდე ამ სოციუმს და წახვიდე სახლში მაგალითად ოთახში, ან გამარტოებულ სიტუაციაში რა. კომფორტი ზონასაა ეგ. ანუ აი ეგ ინტროვერტობა მგონი არ არის. მიმეც მაქვს ხოლმე ეგ. აი ბევრ ხალხთან ყოფნა მაგალითად. არა, მარიამ, ეგ არა ინტროვერტობა. ძალიან ხშირად არის კომფორტის ზონა. ანუ შენ რეალურად არა კომფორტის ზონაში ხარ, როცა მასე ხარ ბევრ ხალხს. ინტროვერტობა არ არის. შენ არ ხარ ინტროვერტი. გინდა გითხრა რატო აი მაგალითად შენ. კიდე ბევრი ეგეთთვისება მაქვს მე ვიტყვი და. ხო, არა. ხო, აბა თქვიდი. ხო, ეგ ერთი და ანუ ნახე ამ სიტუაციებში არ გულისხმობ რაღაც სამუშაო გარემოს და რამეს რა. აი პარტია მაგალითად ყველა მაგრა ერთობა, ანუ შენ იცნება იყო რომ იქ ყოფილიყავი შენც, მაგრამ ბრახტა იც რა არის? აი სოციუმს რო ხედავ ამდენს არ გინდა და ეგრევე გინდა რომ მართლა მარტო დარჩე. ეს ერთი. ანუ social anxiety რაც ეძახიან რეალურად რა. ანუ აი უცები შლები, ანუ პანიკა მე არ მქონია არასდროს, მაგრამ რო ამბობენ რომ აი იცი რომ ეხლა შენ უახლოეს 5 წუთში უნდა ადგე და წახვიდე, ხო რა? და მართლა ვდგები და მოვდივარ, ანუ აი რაღაცა მე ეგრე ვარ, არ შემიძლია დიდი ხანი ისეთ გარემოში გაჩერება, სადაც არ მსიამოვნებს რეალურად, ეს ერთი. მე მეორე კიდე ინტროვერტობაზე რა. აი როცა ტვინში მილიარდი საფიქრალი გაქვს და სიტყვა და გარეთ არც ერთი არ გამოგაქ რეალურად.
ანუ მაგალითად ხო შეიძლება რომ იმაზე ვლაპარაკობდე და იმაზე მაგალითად ვაკეთებდე კონტენტს, რასაც მართლა ვფიქრობ და გაწუხებსა გტკიო. და არა იმაზე რაც მაგალითად სანაპიროს კენჭები რა და არა სიღრმისეული ოკეანი ხო ხდება ეს გეუბნები. ტრეველის და იმაში იხდის ფულს სანაპიროს კენჭებს და ოკეანეზე. ეგრე არ არის გოგონა. ეგ ძალიან კარგია სანაპიროს კენჭი ოკეანი. რომ მეთქვა სანაპიროს ქვიშა მეთქი. ხო, ბოლოს კენჭები იყო ხა შარმელ შეიხში და მაგიტომაც ზმასთან ერთად იგულავა ასე ვთქვათ შარმელ შეიხში. ძალიან კარგი იყო მე სხვათა თვითონ დაკარგული ძმა ვარ, მე კიდე ვარ ყველას. რა დაგიჟდათ ეგ სიამონება? აუ ეს სიმართლე გითხრა, არ ვიცი, იმიტომ რომ Travel Star არის ჩემი სპონსორი. ვიცი ხო, ოკეი. და მე პირადად ეგ ნაწილი არ ვიცი, მაგრამ დაგვიჯდა ძალიან გემრიელი მოგონებები, ძალიან კარგი იყო. ვაიმე მეც ეგ დამიჯდეს. მეც ეგ დამიჯდეს თქო. მართლა ძალიან მაგარი დრო ვატარეთ. და ნუ ხო, მოკლედ ძალიან მოცნება კარგია რა. ხო მაგდეს მარიამ. აი ეს ყოშვრად მესიზმრება რომ ვითომ მოგონებები დამიჯდენი. მე განაცხების დაწყევავდი მეუბნება მარიამი რომ მეთქი აქო რა უცნაური გარემოაო რა. ბალი შევეჩვიო ხო? ხო არა, სხვადასხვა გარემოში გაქვთ ხოლმე ვიდეო და მეთქი სტუბრად მივიდივართ ხოლმე თქო და ხა მე არ ვიცი და ხა სასახში შევესარი ვახ ჩემთან ჩვენთან მოსულიყავითო კაცო ჩემთანო და იმაზე ტერასაზე დაგვსვამდითო. ხო და. მეთქი მე არა, მე მოვაყოლი რა მოყვა მაქსაუბრებს. ვენი. რა. ტერასაო რა იყო? ჩოლები სახურავიაო ესო ტერასაო და. ტერასაო მე ვიდეო მიდევს 24 საათი ჩემს სახურავზე გადარჩენის. აი ხო შენ დადებდი 24 საათიან გადარჩენის კი რომ მოგესალმებით მეგობრებო 24 საათი ჩილავ ჩემს სახურავზე. დღეს მაქვს წაბაღებული PlayStation is ეს make-up-ი დღეს გავერთობი. დღეს გავერუჯებით. ყველაფერი და ეს იქ ტაფაზე მე დავახო კვერცხი შევწვით რაბანა ჩერიმი სამაწყობინა რა ქვია კარავი ისა ეს ოზიმ დაათრო ოზიმ დამათრო რომ კარგად გაუძელე და თკვილად დაიძინეო რაბანა რა ვიცი მოვიდა მეჭორავა რა ვიცი ათანარე მეუბნება მარიამი რომ ისო კაიო მაშინ თუ კიდევ შენს ტერასაზეო მე 25 კვადრატიან ზალში კივით რა ჩემს ტერასაზე რიგრიგო მიდადიან ვახო და მამაობის ხო ერთად ოთახში ვერ ვარ ხოლმე ჩემი კარებს რო აღებენ 25 კვადრატი ხდება ხოლმე აუ გასლა საპირე აუ ეს ხო მე ვაპირებდი გასლა ოთახიდან ო შენს ტერასაზე არ გაკ მამასაწოლი და კედელზე რომ თამარია მეგრებული არის ლურსლებით ვარ მიჭერე ვენი მარიამ საკუთარი საკუთარი ოთახი სასახლე საკუთარი ოთახი მეც მაქვს დაჟე ერთი ოთახი მაქვს სახლში რომელსაც არ ვიყენებ და პროსტო ისა 4 ოთახიაში ვარ 100 კვადრატი შეჭი მაცხოვრე შეჭი დავი მოდი მართლა ქირას გადაგიხდი ასლარს ასლარს ანუ არავინ მაგ ოთახის არსებობაში არავინ არ მიხდის ფულს ასლარს თუ გადაიხდი გადმოდი ხოლმე გადმოდი ბაზარი ოღონ შენ საჭმით და რაღაც ხო აბა რა ქი დაჟე დენისას მივიხდი ყოველს გადმოდი ძმა მარიამთან ესეთი იდეა მქონდა პასიური პასიური მარიამთან მქონდა ესეთი იდეა მარია რადგანაც მოგზაურობს თან რელიგიური თემებიც უყვარს რა რაღაცა საბედნეთში არის ესეთი ტაძარი 15 აგვისტოს ყოველ 15 აგვისტოს მარიამობას საბედნეთში 15 აგვისტო არის მარიამობა ყოველ 15 აგვისტოს მარიამობას რა ხდება თუ გამოიცნობ საბედნეთის ეკლესიაში აი რაღაცეები მიდიან ეკლესიაში აი რა მიდის ეკლესიაში შენ რაღაცეები მიდიან ეკლესიაში და ხატებთან მიდიან ზეთიცხებაზე ხატები არა რაღაცეები არ ვიცი პეპლები არა რაღაცეები არ ვიცი დაფიქრდი რა შეიძლება იყოს რაც ამან შემომთავაზა რომ გადამეღო ლოგიკურად იმშელე მიყევი ახლა ბერძნულ ტაძარში მიდიან ესენი კაი მინიშნება ხალხს არ ვნებენ საერთოდ და ხალხი ეფერება მათ და ხო იმ კონკრეტულ დღეს რა დელფინები ბიჭო ხელში უკავიათ ეფერებიან ხატებზე ადიან ხო იმ კონკრეტულ დღეს არ არიან მავნებლები გველები დიახ ხო და გამახსენა გველების თემა ხო და რავი ყველაზე განსხვავებული გველების ვიდეო იქნება ჩემი აზრით რომ ქართული იუთუბერები და გველები ასწავლება ერთმანეთთან მაგრამ არავის არ ვაპირებდი და გადავიფიქრე აი ზუსტად მაგიტო გადავიფიქრე არა ან ნახე წელიწადში ერთხელ არის ეს დღესასწაული თან მარიამი ვარ და ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ეს საკითხი მაგრამ იმდენად ტრენდში იყო ეს გველების თემა YouTube-ზე რომ არ მინდა თქო რა იმიტომ რომ ყველას გონია რომ მე ტრენდის გამოვაკეთებ რაღაცას ხო და ანუ გველი რო ხედავს ქართული იუთუბერს აჰა ამათი აიმენა გიორგი კალატოზის ვიდეო მახსენდება მაგაზია ზუსტად ესე არიან და გიორგი არა ლუკასედო TikTok გიორგისაც ედო აუ სად იყვნენ ქართული იუთუბერები მე რო ტეტეშაზე გველს ვეფერებ ხო და ანუ აიცი რა არის არა რა
აი მეთქი, აი უბრალოდ მაგიტომ არა, რომ ოკეი, იქით აწლამდე მივაღწევთ რაღაცა, მოვაკიდე ეს მარიამობა, გადავიღებ, მაშინ როცა ასეთი ალიაქოთი არ იქნება ამ გველებზე, იმიტომ რომ ეს საერთოდ განსხვავებული რელიგიური დღესასწაულია და ის არა აქ ტრენდი და იდეა, რომ ვა გველი ხელში და შენ საბრედენში ხარ დაბადებული. კი, ათენში. აქ არის საერთოდ სხვა ღირებულებაზე საუბარი რეალურად და მან ტრენდის გამო და იმის გამო რომ ნახვები სადმე დამეწერა, მაგიტო არასდროს არაფერს არ ვიღებ. ნახვები არა, მართლა მაგარი ვიდეო იქნებოდა. და ანუ იცი რა არის, ხო და მაგიტო არ გადავიღე სპეციალურად, რომ მირჩევნია, მაშინ გადავიღო, როდესაც ნაკლებად აქტუალური იქნება. შეიძლება ცოტა არასწორი იუთუბერი ვარ დამწყები, მაგრამ იცი რა არის, ნაზგულისმობ ხა ამაში გეტყვი რა. ჩემი აზრი ასეთი რომ ჯერ ხო ძალიან ბევრი ქართველი მოგზაური ყავს YouTube-ზე, მართლა ძალიან ბევრი და ძალიან კარგი და დასაფასებელია, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე რთულესი მიმართულება არის, ყველაზე ხარჯიანი, ყველაზე რთული, იმიტომ რომ იქ რო ხარ, იქ უნდა გადაიღო, ანუ რო ჩამოხვალ, ვეღარ წახვალ რო კიდე გადაიღო რა, ანუ კადრი თუ დაგაკლა. ამიტომ ძალიან რთულია მსგავსი ტიპის გადაცემის და ვიდეოს ჩაწერა. ეს მეორე. და მესამე ძალიან რთულია, რომ ანუ ესე ვთქვათ, ყველაფერს თავი მოაბა ამ კუთხით რა. ხო, კიდევ დამატებითი რაღაც. ნუ მელაპარაკებით ბერძნებო. მას ბერძენი არ ვარ. შენ შორს. იბრალებ სოხუმელობას და რაღაცას. მე ვარ სოხუმელი. დედით, მამით, ყველა დევნილი ვარ. 45 ლარი მერიცხება. რაღაცას მამოვდი და დამავედი რა. იმაზე კონტენტს კეთებას და გველებზე ავუნთქე. ხო, ანუ და ბევრი მოგზაური რადგან მყავს, არ მინდა ცოტა ისეთი ცუდი რაღაც თქვა რეალურად კრეატორებზე, მაგრამ მე რასაც ვხედავ, ჩემი სუბიექტური აზრია, ყველას თან ანუ თითქმის მეგობრობ, ანუ მინიმუმ ვიცნობ ყველას, წინაზე ნახე ჯობავად ყავდა მოწვეული და ვუყურა გადაცემას. ყველას მართლა დიდი ბოდიში ამ სიტყვებზე, მაგრამ ნახე, ანუ უკვე რაღაცა ჩემი შეხედულებაა ეს, რომ ხალხი, ქართველი იუთუბერების ზოგიერთი ნაწილი, იმიტომ მიდის სადღაც ამოგზაუროთ, რომ ვიდეო გადაიღოს და არა იმიტომ, რომ იმოგზაუროს და თან ვიდეო გადაიღოს. ანუ ამ რაღაცა შორის ძალიან დიდი განსხვავებაა რეალურად. შენ თუ აი ჟურნალისტი ხარ, მირბი ხარ ბრიფინგზე, რომ ჩაწერო პოლიტიკოსის გამოსვლა და იგივე შემსგავსება ეს და YouTube-ის პლატფორმა აბსოლუტურად სხვა შინაარსს მოითხოვდა და ესე ვთქვათ, იყო ადრე წლების წინ ვამბობ. ახლა ცოტა შეცვლილი აქვს სახე, მაგრამ ნახე შენ თუ აი YouTube-ზე არ არსებობს რაღაცა ის რომ აი რეიტინგულად რომელი მოგზაური უფრო წინ იდგება ან გამომწერებით ან რაღაცით ამას ხალხი ვუყურებთ რეალურად, მაგრამ რაღაცა აი გამომწერებით რო უყურებთ ერთმანეთს, ჩემთვის ეგეთ ცოტა ძალიან დაბალი დონეა, იმიტომ რომ YouTube-ი არ არის ტელევიზია, ეს არის თავისუფალი მედია, სადაც შენ ტვირთავ იმას, რაც გინდა ნებისმიერს და ისეც როგორიც გაგიხარდება და იქ რო უკვე რაღაცნაირად არაჯანსაღი კონკურენცია მიდის და ერთმანეთის დაჭმა რო აი მე ვარ პირველი ქართველი, მე ვარ აუ იცი რა შენ თუ ხარ, შენზე ილაპარაკებს ხალხი და ამიტომ ერთ სიტყვი კიდევ რომ ვაფასებ კაკოს, რომ არასდროს მსგავსი რაღაც არ უთქვავს, რომ მე ვარ პირველი ქართველი იუთუბერი, რომ ფრაზასაც მართლა ვერ ვიტან და თუ ვიდეო ნახეთ კი მიხვდებით უკვე ამ ფრაზაზე ჩემ დამოკიდებულებას, თუ ხარ პირველი. ხო, ვიდეო და მარიამა, საკუთარ იუთუბერს და ნახეთ Wonder Blonde-ზე. თუ ხარ პირველი, ანუ ხალხი ლაპარაკებს შენზე, მოდი ანუ ძალიან მარტივად შევთანხმდეთ ამაზე. აი ესეთი კარგი გამონათქვამი არსებობს, ძალიან სწორი, რომ შენ უფრო მეტი ღირსება გექნება, თუ შენს ღირსებაზე აღარ ისაუბრებ რა და ძალიან სწორია ეგ რეალურად და უფრო მეტად დაგაფასებს ხალხიც. აკეთე შენი საქმე, იყავი პირველი შენთვის, შენი თავისთვის და აღნიშნავენ სხვაებიც, მაგრამ შენ როდ გახარ და შენ ყვირი ხარ შენს თავზე. აი თავთავის ამბავია, ხო იცი, მძიმე თავთავი ყოველთვის დაბლა დახრილი. და ჩემი ეს თქო დასაფასებელია, როცა ადამიანი თავდაბალია რა. ხო და ძალიან ისე მოვაყოლე, მაგრამ არ შემეძლო რომ არ აღმენიშნა, იმიტომ რომ ჩემს ვიდეოშიც აღნიშნე, აქაც აღნიშნავ და ცალკე შეიძლება ერთ-ორ rilშიც TikTok-ზეც ჩემთან აღნიშნო, იმიტომ რომ ეს არაჯანსაღი კონკურენცია როდემდე გაგრძელდება, არ ვიცი. შენ ისე ხალხ შორის მასაც ასე ვთქვათ ძალიან კარგ პოზიციას საფიქსირებ ხოლმე. TikTok-ზეც, Instagram-ზეც, აი არ გეშინია რა. ანუ არა, რაცაც ვფიქრობ მართლა იმას ვამბობ. არავის არ პოლიტიკურადაც ვამბობ, ადამიანურადაც ვამბობ და ყველანაირად რა. კი, აი ქუჩაში ბევრჯერ მეგორძნია, რომ ბევრს გონია, რომ რუსი ვარ, ვინც არ მიცნობს. ხო, ხა, უნებრივია, ბევრი არ მიცნობს, ოკეია, ჩემთვის არ მწყის. მე ვთხარ, ის კანგულია პირო. ხო, ეს არ ვიცი. შენ შემოგევლე. მე რა, კაცო ხოლმე სკანდინავ ხო ცხოვრობს, აბა გამლულს. სკან და ქორდასი ორლესო მაწუვარ თუ უთხარი. მე. ხო და მოკლედ რუსი გონი ხარ ხალხს? კი, და ეს ჩემთვის არის ძალიან დიდი შეურაცხყოფა რა, ძალიან და სპეციალურად ქართულად მithქვავს რაღაცები, ან თვითონ ტელეფონზე ვლაპარაკობ, რომ მიხვდნენ რომ ქართველი ვარ და ნუ მეტყველების უნარიდან გამომდინარე, როცა გამართულად მეტყველებ, ხვდებიან რომ ქართველია და რეაქციაც დამიმღამებია ბევრჯერ. და ამას რატო ვამბობ? აი, რადგან რუსულ და ცოტა სხვანაირ კომპანიებზე ვამბობდით, ამის გამო რომ რუსული გარეგნობა გაქვს, ბევრი რუსული დაკვეთაც მიმიღია, რაზეც აი როგორი პასუხი გამიცია, იცი? ანუ აი ეთიკური, მაგრამ ირონიული რა, ანუ ეთიკა და ირონია ერთად არის best combo.
ხო და მოკლედ კი ძალიან ცუდია, როცა აი Yandex Food-ი, გამოვიძახეთ. შენ დაგირეკე ეს? ვის აღარ დაურეკეს? ჩემი მეზობელი ერთი ხარი ნარგიზა ქვია, მე მგონი იმასაც დაურეკეს. ჩვენ არ გიზა გიყურებს. კი, ნარგიზა ჩვენ უყურებს. აუცილებლად გვიყურებს ნარგიზ მოკითხვა აქედან. Yandex მაგრამ ჩემი აზრით ბოლო რამოდენიმე წელში ნახე რა პოპულარული აზრი უნდა ვთქვა. აბა. ქუჩაში ხალხი რუსულად იმიტომ არ გელაპარაკება, რომ სლავური ისა გაქვს. იერი. არ მელაპარაკება როგორ? არ ნახე რუსულად არ მოგმართავენ, იმიტომ რომ სლავური იერი გაქვს. აბა. და აჰა, ხო. იმიტომ რომ მეც კუსტმაზე ავდიოდი. ხო. ნიუზია, პასტოი, მეთქი ქართველი ვარ. სიღნაღიდან მოვდიოდი. ისა ყაზახიებია ალბათ. ყაზახი შენ ეგონე თუ კაია რა. ნახე ეგრე რატო ეგონე ყაზახი? ანუ რა ვიცი, თმაოვანი. თვალები მაგ. არა, შევა. ისაა კოსმოსური ავტოსადგური გაქვს თავზე. მე რა ვიცი რატო ეგონე. პროსტა გითხრა ადამიანო. თან ყაზახები რა ცუდ ხალხი გონია, ძალიან კაი ხალხი არის. არა, უბრალოდ წმიანები არიან რა ესე. წმიანში გულისხმობს. Shakirato JPL. ხო და ეგ ზოგადად პრობლემა არის. კი. და მართლა აი ხანდახან მართლა მიფიქრია, რომ აი მიმეწერა რომ ქართველი ვარ ან რაღაც, იმიტომ რომ აი ძალიან თან მე ვარ ის ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც აი გიჟივით რაღაცა წინამდებარი ამ ყველაფრის და ამ დროს პირიქით რო ხდება. ანუ ცოტა ძალიან შემაწუხებელი ამბავია ეგ ამბავი. თან კარგად იხდიან ხოლმე. კარგად იხდიან ასნიშნავს. კიდევ ერთი უნდა აღვნიშნო სხვათა შორის. ძალიან საინტერესო საკითხი რა. აბა. ხო, ესე იგი, მე მყავს რამდენიმე მეგობარი, რომლებიც ესე ვთქვათ, კონტენტს ქმნიან რა და ცოტა ისეთი კონტენტი აქვთ, როგორ გითხრა, ფიტ მიმართულება, ანუ ვარჯიში და რაღაც და ახლები არიან ერთი სიტყვით და მათაც დაურეკა ამ Yandex-მა რა და ანუ მე რომ მითხრეს ეს ინფორმაცია, მე ვუთხარი ჩემი დამოკიდებულება და ის დამოკიდებულება რაც აქვთ რეალურად, ну ქართულ კონტენტ კრეატორებს რუსული კომპანიების და კამპანიების მიმართ. და ამ ადამიანმა უიო არ ვიცოდიო, არ სკროლავო, მაგრამ რადგან ანუ ესე ხართო, მეც აღარ უთანამშრომლებო რა და ხო, 6 თვიანი კონტრაქტი და მერეო. всё. არა, არ უთანამშრომლია და ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ იცი რა არის, იმიტომ კი არ გამიხარდა, რომ ფული ვერ აიღო ვიღაცისგან ან რაღაც ეგეთი, ხო? გამიხარდა ის, რომ ესე იგი, რადგან დააფასა ამ ადამიანმაც იზღირებულება, რაც გვაქვს ქართველებს. ისე მარა ზოგ მარიცის ეს ვერ შენ ხო მაგის საშუალებაც გაქვს, რომ ვიღაც სპონსორებს უარი უთხრა. რა თქმა უნდა. ნახე გეტყვი ვიღაც ერთს რა. არ აქვს ეს საშუალება. ხო, აი მაგაზე გეტყვი ერთს რა. ეგ არის ყველაფერში ეგეთი რაღაცა. ნახე შენ მოდი პირდაპირ რამდენი შემოთავაზე Yandex-მა? 2000 ლარი. ერთ ვიდეოში. კი. ხო. და პირდაპირ გეტყვი ერთ რაღაცას რა. ანუ ყოველთვის იარსებებს ის თანხა, რაზეც ვიღაცა გაიყიდება, ნახე. ანუ თუ ხარ გამყიდველი, ეს არის უკვე მენტალური რა. თუ შენ ფიქრობ, რომ შენს პრიორიტეტებზე წინ ოდესმე რამეს დააყენებ, ნებისმიერ თანხაზე გაიყიდები, მნიშვნელობა არ აქვს. შენ რო ხა შემოგთავაზოს X ვიღაცამ, სიტყვაზე 100.000 რო დაჯდე და ილაპარაკო იმაზე, რასაც შენ, ანუ ესე ვთქვათ, აპროტესტებდი გარკვეული პერიოდის წინ, თუ სულით გამყიდველი ხარ, ისა მნიშვნელობა არ აქვს, მე რომ მილიონი დამიდო, ანუ მართლა და მითხრა, რომ ეს გააკეთე და ილაპარაკე სიტყვაზე რუსულ კომპანიაზე, არ ვიზამ, იმიტომ რომ ნახე, შინაგანად როცა გრძნობ, რომ შენი ღირებულება არ იყიდება, ანუ შეუფასებელია. მაგრამ შეიძლება რაღაცაზე ისაუბრო უფასოდ რა. რასაც ბუნებრივად ეხა მე სხვა რაღაცაა, კი. ტრეველისტა რო შეგიქე ხა მე არც ინტერესი მაქვს არაფერი, იმიტომ შეგიქე რომ შენ გენდობი რა. კი, მართლა ძალიან კარგები არიან. ანუ მეც პირდაპირ გეტყვით, რომ ახლა იცი რა არის თანხით, ანუ არ იმავშობი, არ მიყვარს ასე პირად რაღაცებზე საუბარი, შეგიძლია ამოჭრა, მაგრამ ანუ თანხას ესე არც იმავშობი რა. უბრალოდ მართლა ძალიან კარგები არიან. აი თურქეთში მქონდა პრობლემა, გავიჭედე ერთ მომენტში აეროპორტში და ანუ ყველაფერში დამეხმარნენ რა. აეროპორტში გავიჭედიო. არა, მესმის კი. ხო და აი ძალიან კარგი გუნდია რა და გემოვნებია. შენ ის გამო გაიჭედე. აუ, აი თუ მე პირადად არ მინდა ხა ისე გამომევიდეს, მაგრამ თურქეთი არ მომეწონა, არც თურქები არ მომეწონენ და ეს ჩემი პირადი აზრია, რომ ვიღაც მოგწონს, არ მოგწონს, არ მომწონს თურქები რა. ვინე პიტალო ადამიანს გამოგაიჭედე შენ? ეს პიტალო ადამიანს გამოგაიჭედე. არა, პიტალო ვერ დაუძახებ, მე მაგ ადამიანს მიყვარს ძალიან, მაგრამ რა მოხდა? ჩემს ვიცნობ შენს. ხო და რადგან ახსენე, ესე იგი შეგეძლია საუბარი. შენ მაგიდავადებს ხზე ხარ ამყოფი ამბავში. თორნიკე? თორნიკე, მარტო შენ აწუძახი თორნიკეს. თორნიკე, ჩემი აზრით ოზი უფრო ქვია და თორნიკე ნიკნეიმია. შენ და დედამისე ძახი თორ თორნიკეს. და გიჩარჩა. ბანკის თანამშრომელი. ბატონო თორნიკე და
ეს კიდე რა ქვია, ამომღების ბიუროები რო ბატონი გენერალიზანტები თუ ისნობთ? ძმა მიყვანა, ნახე ასეთ რაღაცა არის. წარმოგიდგენ სადღაც მივდივართ. ოღონდ მარტო მე და თორნიკე არ ვართ. ხო. ვართ 6 კაცი. მთელი ტეტრისი, თორნიკე და სლენდერა, ბექა. ბოლო დღე არის. ხო. მიდიხართ ისედაც 4 დღით, თუ 3 დღით. სად მიდიოდი ბოდიში? პოლონეთში, ვარშავაში ვიყავთ. ვიცი ეგა, ხო. და დაბლიე როგორ სიკვდილამდე იცი? პროსტა მე და ბექა მე ძალიან გვიან მივედით რა. რამდენჯერ ხაშტრებ? დამბოში. ანუ აღარ გახსოვს მინდა. ანუ პროსტა აი ნახე ამხელა ჭიქებში, ვისკის ჭიქებში წარმოგიდგენ ამხელას რომ ბოლომდე გივსებდნენ რაღაც და მე შოტებიაო რო გეუბნებოდნენ და მაგას ვსვავდე შოტებად. და დავთვერით ძალიან და გვიან მივედით, იმიტომ რომ ფეხი წავედით საფლავნე. მივედით დილის 8 საათზე. მივედით დილის 8 საათზე. ეს მოხსნა? არა ეს. ეს აი 8 საათზე მივედით და 10 საათზე უკვე გვაღვიძებს სახლის მე პატრონე და გვეუბნება ასეთ რაღაცას, რომ მეგობრებო, ნუ წახვიდით. ჩეკაუტი ქონდათ. მივდივართ. ოზი დილის 8 საათზე როდის გვაქვს ფრენა? დილის 5 საათზე. აი რა უნდა გავაკეთოთ? ვიაროთ შეჩება. ანუ ერთი დღით ადრე ქონდათ ხო, ჩეკაუტი. ანუ ტიპმა წარმოიდგინე 21 საათით ადრე გამოგვიშვა სახლიდან სანამ გვექნებოდა ფრენა. მე მქონია кейსი. დავდივართ 10 კილოიანი ჩანთებით. ეს ვიზერისისა რა, 10 კილოიანი შეზღუდვა. დავდივართ ასე, არ გვიძინია, პახმელიაზე ვართ. 7 კილოიანი. 7. არ მე 10 მახსოვდა. აი დავდივართ იმაში და ბოლოს მეძინა 2 საათი მეძინა ავატარის იმაზე, ფილმზე. ავატარ 2-ზე. და იქაც გურავგაბუნია მაგვიძებდა ეს. ნახე შეჩული, ხრა მაგარი მომენტი. გააჩუ, ერთი გამანებე თავი. იმან ცოტა კიდე კარგად გამოიძინა რა და გუგა ძილი ძალიან მაგარი. მე მიგვიყვანა ღამის პირველ საათზე, 5 საათზე არის ფრენა. კი, 4 საათით ადრე. კიდე კარგად მიუყვანეთ. თვითონ წავიდა, თავის მეგობრებთან იგულავა, პოლონელებთან. ჩვენ აქ დაგვტოვა. რავი, რა. აი ესე მეძინა. აი ასე მეძინა იქ. აი როგორ სეზონი? ზამთარი, იანვარი. ქრისმას მარკეტი იყო კიდე რა. და გამყინვარება. გამყინვარება -3 გრადუსი და აი ესე მძინავს იმაში აეროპორტში. აი ესე მძინავს და კაროჩე ბოლოს მე ოზი მოვიდა გვიპოვა და აბა თქვენ ჩემა რა შვებით აბა მივდივართ და დაამუღამა მასაჟიორის სკამი. აი მანდ 9 საათი აიღო. დაჟე ფული გადაიხდა? ხო, აბა 9 საათი აი ზის და ნახე შეჩემა რა მაგარია მასაჟი. და ეს იმენა აი ესე გისმევს რა, ეს მასაჟიორის სკამი. კი არ ვიბრებს რა. იმენა აი ასე გისმევს რა, რასაც ქვია. გაწავით! მე და აი ზის და ბიჭო, გვიწევსო მე მგონიო ისო ფრენაო და ოზი მთვარი წამოყო და რომელი საათი რა? ვაიმე, ხო, წავედით რა. ჩვენ და რამოდენიმე ქართველ წინ მოგვიხურეს გეითი. აუზე ამბობ. აუ არ გამოაცხადეს, არაფერი არ თქვეს, ამათი ბრალია, იმათი ის არის, ის კი არ არის, რომ 9 საათი ტიპ ჩაეძინა იმ მასაჟიორს კამში და რომ გაგვიყვანა 21 საათით ადრე. ეგ კი არ არის პრობლემა. რა მასაჟიორი რა არის თქვენ? მასაჟისტი. მასაჟორი. მასაჟორი. აბა ცალსაკეთ. ხო, ერთ წამი ამდენი 22 წელი არასწორად ვამბობ. ხო და აბა ცალსაკეთ. და რამდენიმე? მოიცა, აბა ცალსაკეთ. რა? როგორ უნდა ცალსაკეს? ცალ. როგორ? ცალ. როგორ? მამაღლა თქვი? ცალ. რა გავიგე? მამაღლა თქვი. ცალ. ხოდა ცალ-ცალკე არის? რა ცალკე ბიჭო? ნაბიჯი. რა ცალ? ხო, რამდენიმეა სწორი. რამდენიმე. იცი რატო რამოდენი ხო არა, რამდენი? ბიჭო, რაღაცების ამბობს და რაღაცები არის სწორი და ბიჭო, მაშინ ეგრე თუ ეგ ყველაზე შრომ რა. ეხლა ცალ-ცალკე თქვი ხმა მაღლა ერთხელაც? კი, უცხენია. ცალ. რა ცალკე ბიჭო, ანუ არასდროს ამსმენი ესეთი რაღაც ცალკე რა არის? აუ, შეჩემა თებში ვეძახი საინს, მე გადავე. ეგ გამოხდა მე კაცო, ბევრი ეძახის. ბევრი არ ეძახი. ხათო, ჩემთან სოფელში ყველა საინს ეძახის. საინები, აინები, მაინები, ჭიქები, საინები, ნემსები, მახათაი, პაპიროsi, ქაღალდები, ნარმა მითხარი, რაგინა მითხარს, ეგ გამონათქვამიც იყო ბავშვობაში. ეხა უყურე. შეატყობდი შენ
ბანაობს რას ვეძახდი 22 წელია იცი ახალ პროსო ხალხში ხუანჩალე ხვანჩალე ხო ეს მეს ხუანჩალე მეგრულად არის კუდა კვარცხის მეგრულად ამოვეხოვე წადი ხუანჩალე მეგრელი ხარ? დედის მეგრელი როგორი? კვაშილავა და დედის მეგრელი ვარ და წადი ხუანჩალეო და რაღაცა კვაშილავა გახსოვს? ახთან კვაშილავა ვინა მეტროში რო გიჟი კაცი დადიოდა ხოლმე და ლექსებს რომ არა კაია აუ რა მაგარი კაცი ჩემი ნათესავი იქნება ალბათ აუ ნიჭიერი კაცი იყო გიჟი თუ იყო და ისა ნიჭიერი იქნებოდა ჩემ ვახტანგიც ერქვა და ეხლა რა მოხდა არა ერთი გიჟი ნიჭიერი მიზის აგერ გვერდზე ცოტა როგორ ამ მარიამზე როგორ გვერდის გვერდზე ეს ნიჭიერია შენ ნიჭიერი გიჟი ხარ ანუ ვახტანგ კვაშილავა ნახეთ მეგობრებო my video g-ზე იდება ვიდეოები აუცილებლად ეს ხალია გაპრიკაცი არა აღარაც ხალია კაცი კი არა საიტი my video g სამწუხაროდ my video g-იც ხალია სამწუხაროდ მეტროში გარდაიცვალა ვიცი მე მგონი რომ ღეროდა სულ სადგურზე ხო რომელი სპიკერი თუ დადიოდა არა მოხუცი კაცი იყო არა მე ძველი ძალიან ადრე ხა ხოლმე მგონით 15 წელი ღია ფერის თმარო ქონდა 15 წელს წინ შეჩემა არა თმა არა მელოტი კაცი იყო მოხუცი ბაბუა ვახტანგ ვიღაციძე კვაშილავა არ ვახტანგ რაღაციძე კვაშილავა და ამობდა ხოლმე ლექსებს რა რაღაცა სიტყვას რო ეუბნებოდი ეგრევე რა ქვია გეუბნებოდი მარიამ ზარანდია რაღაცა ანია და ბევრად ზეუნებოდა მაგრამ რა უმპროცესო და ძალიან კარგი ჰუმორი ქონდა oh fuck მე რაღაცას ყვებოდი კიდე ხო და მარიამი შეატყობდით რომ არის პატარა ძალიან ნამდვილად ხარ სიმაღლეში? კომენტარებში დაწერა თქვენი აზრი. მოდი და მე დავალაიქებ რომელიც სწორი იქნება. არ მალა მე კომპლექსი არ მაქვს. უბრალოდ იმდენად ხუმრობ მაგის, ანუ ხალხის იმაზე რა, როგორ გითხრა, ყოველ კომენტარებზე რომ პარემ თქვენთანაც ბევრი კომენტარი დაიწერება, რატომაც არა თორემ მე რა. რატომ? ყურეთ, ხელი ვანახოთ. ეს ხელი ხო? ესეთი ხელი აქვს. ესეთი ხელი აქვს. 21 ზომა ფეხი და ეს გოგო მოგზაურობს რაღაცა საშიშ ადგილებში, ასე ვთქვათ. მეც პატარა ვარ. სიმაღლეში. შენ მოდი, ჰა. გილმელი მოგიტე. მოდი მე დამატოლე ხელი. აჰა, ბიჭო, შენ ჯანზე ხარ, კალათბურთელი ხარ და ასე შემდეგ. რა, შენთან შედარებით ნახე რა პატარა ვარ და ხო, ბიჭო, მაგრამ შენ კალათბურთელი ხარ, ჯანზე ხარ. ეს არის გოგონა, რომელიც მოგზაურობს მარტო. არ გეშინია. მარტო დადი ხარ? მარტო არ დავდივარ ეს ერთი. გამარჯობა. ზოგჯერ ხო მარტო დადი ხარ? კი, ზოგჯერ კი, მარტო, მაგრამ ნახე, როგორი მომენტია, იცი, იდეაში მარტო სოლო მოგზაურობით ადრე სანამ ისურს დავიწყებდი ძალიან ბევრს მოგზაურობდი რა და მუღამი არ აქვს მარტო მოგზაურობას. აი ვინმე თუ იტყვის რომ აუ სხვა მუღამი აქვს და ალბათ ვერ დაიჭირე და ძალიან კარგად დავიჭირე, იმდენჯერ ვიყავი მარტოც. უბრალოდ ჩემთვის პირადად ჩემი ღირებულება არის რომ ეგ ბედნიერება ვიღაცას გაუზიარო რა. ამიტომაც გაუზიარო ვახ. ჩემი შეყვარებული არ იეჭვენს, იმიტომ რომ იცის რომ ისე ერთგული ვარ. მასთან ერთად დავდივარ. ჩემი 15 წლის ძმა, რომელიც პარალელურად დიდი ძმა. დიდი ძმაც მყავს. უბრალოდ იმეჯერა ხალია. ჩემზე დიდი ძმა მყავს. ახლა მასე და მაშინ რა ვიცი. კიდევ უფრო დიდი ძმა, ბაბუა. ბაბუა არ გინდა ბაბუა. პიცა. თან პატარაა 15-საა და რაღაცნაირად მიხარია რომ შემიძლია რომ მანაც ნახოს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მეც, რავი, ჩემთვის პირადად მე რომ მაგ ხელო ყოფილიყავით 15 წლის და ვიღაცას ეგეთი რაღაც გაეკეთებინა, ძალიან გამიხარდებოდა და ვცდილობ ხოლმე რა. იმაზე საუბრობ? პატარაზე. არა, დიდი ძმას დიდი ძმა ნახე, ჩემზე პატარაა ეს დიდი ძმაც, უბრალოდ იმასთან შედარებითაა დიდი ეგეც რა. ანუ შენ უფროსი ხარ და ის შუათანა. ხო რა. ანუ ერთი არის 15-ის, ერთი არის 24-ის ხდება ახლა ნუ. სხვა შორის ახლა იცოდა რომ Big Brother is watching you. დარწმუნებული ვარ რომ დიდი ძმა გვიყურებს. შენ არ იცი. შენ რო იცოდე რა მაგარი ფრაზაც გბენი ახლა. დადა. ხო არა, Big Brother is watching you. 1984. ისა ჩვენ გვაქვს ასეთი ხუმრობა. და ვინმე რენდომს რო ვამბობდეთ, თუნდაც მაგას ბებიაჩე, ბაბუაჩემ რაღაცა იქითაკეთ, ჩვენ ვამბობთ, რომ დარწმუნებული ვარ გვიყურებს ახლა. და ვკითხოთ ხომ, მოიკითხე. დიდი ძმა. მოკითხვა გელას, მოკითხვა შალვას, მოკითხვა ბიჭიკოს, ხო? ბიჭიკო ბაბუაჩემი. ბიჭიკოს და მოკითხვა მიდი, მაინტერესებს. ნაჟიმს. თუ რა რქვა? ნაჟიმი. მოგეხობა. აი, როგორ აგის აი აუ ნაჟიმი. დიდი მოგეხობა.
გაკეთება ბაბუაჩებს. დიდი მოგიხვა ჰადახვინა. აი, არა, ნაჟიმი არ ქვია, სხვა რაღაცა. მოიცა, არ თქვა. გამოვიცო, მოიცა. ნაჟიმი არა. არა, მოიცა, არ თქვა. ტყუპის ასაშოს მეგრულადო. მეორე ვარიანტი. მოიცა, ვაჟი ნეჟამი. არა, ჟენამი, არა. მოიცა ტყუპის ასაშოს მეგრულადო. ახლა მე უზრდობა თქვება, ხო? ნაჟიმია, არა. არ წაშალეთ ეგ. არა, წაშალეთ კი, აბა. რატი აღსდგა. შენ გახსოვს რომ ისინი რა ქვია ბენის მას? და შენ ძმა არ მყავს. ნაჟირი. ნაჟირი? ნაჟირი ქვია ბაბუაჩებს. ნაჟირს მოკითხვა, ხო? ნაჟური. გაიხარ. აი, ნაჟუმ სიტყვა და მეგონა და ნაჟიმი. ბაბუაჩებს ნაჟიმს თუ იტყოდნენ. არა, ოღონდ ბაბუაჩები იქ უნდა მოგეკითხა, მაგრამ აი, იქიდან გიყურებს ბაბუაჩები. დაწვევი ვარ, ბაბუაჩები გიყურებს. არა ვიცი რა. გაჟიმურს. აუჩი. ბაბუაჩებს მოგიკითხო გაჟიმუს. ეს რომე, ამის ბაბუა ვინა იცი? მე მეკობრეება და გვიჭირესო და ზოგი დახოთესო და ზოგი გამშიმესო და შერაგიგდეს ბაბუა მე მომკლესო ეგ არის ბაბუა. ეგ არის გიგას ბაბუა. ბაბუაჩებს მოდ. ხო ეს შემთხვევით დავეცადე ბოდიში. აი, მაგ ნოტაზე იცი რა მინდა გითხრა? შენ რა სერიაში ხარ მოსული? მაგარში. რა? რა სერიაში ხარ მოსული? ვიხურებით. ბოლო გადაცემა არის. მართლა? მოგვიაზ. ეს გადაცემა არ გადის პაუზაზე, ყოველ შემთხვევაში, ამ პერიოდში, ამ კონკრეტულ მომენტში, წყვეტთ არსებობას, ნუ ყოველ შემთხვევაში ამ არხზე ვეღარ ვიქნებით. ნუ მე ვიქნები, ჩემი შორცები და შენი შორცები იქნება, მე ვეღარ ვიქნები. ახლა ვიცი ძნელია, მაგრამ უნდა ვეცე. რატო მათქმევინა ახლა მე? იმიტომ რომ იცის რომ მე დამეწერა მეორე რაღაცის დაშლა, ჩემს არა, ბენის ბრალი. ტატუებს ვიხატა, უკვე ორი ხაზი მაქვს და როდის გადაусმევს მაინტერესებს. და ბოლოს სტუმარი ხარ შენ მარია. საუკეთესო ბოლოსთვის. ხო, საუკეთესო ბოლოსთვის მოვიტოვეთ. და რას ფიქრობ შენი აზრით? ჩემ ბრალი იყო თუ ახლა? კაი, ხუმრობ, არავის ბრალი არ იყო, უბრალოდ ხდება ხოლმე. აუ, ბევრი საქმეები გვაქვს რა, ამიტომ პირდაპირ ძალიან ბევრი საქმეები. ძალიან ბევრი რამეს ვაკეთებთ. მე ფრიქსთან TikTok-ებს ვაკეთებ, live auktionis TikTok-ებს ვაკეთებთ, ბენის ეტაპთან თანამშრომლობს და ძალიან მაგარ ვიდეოს ვაკეთებ ეტაპთან ერთად და ბევრი საქმეები გვაქვს შედაც და უბრალოდ ძალიან გვიყვარდა ეს პროექტი, უბრალოდ აი ფინანსურადაც ვერ მოხდა შეთანხმება რაღაცა, დროის ამბავშიც ვერ იყო და მაგიტო რა. ხო, რაღაცეები ვერ დავარ და ისე ფრიქსთან ისე თანამშრომლობ ჩვეულებრივად რა. ხო. მაგრამ შენ რა სიტყვი? ეს მარიამი მინდოდა ბიჭო ლაივებზე რომ მოყანა თავი რამდენი ხანია მარიამის მოყანა გვინდა და ძლივსა და მე ამასაც მინდოდა მე რაღაცას ჩვენებაზე იყავთ რაღაც ხო? სად? რაღაცაზე მოხდა და ორშაბათსო რაღაცა სამოდი ჩვენებაზე. ხო. არ ვაფშე მინდოდა ბოლოს თუ არ ყოფილიყავ. მე ვაფშე ბოლოს თუ არ მინდოდა და რაბანა. რომ ლაივების ბოლოს თუ მარი რაბანა იყო და აქვე და მოგვეყარა და გვეთქო რომ რაბა სხვა შორის შენ ბოლოს თუ მარი ხარ და მაგრად დაკომპლექსდებოდა. არა, პირიქით კაია. მე პირადად როგორი მომენტი მაქვს იცი? აი ეს ისე გეტყვით. სადაც მოსვლა. ეგეთი კაი ამბები გაიგო შენ ცხოვრებაში. არა. სადაც მისვლა? ანუ კაი ფეხი მაქვს რა მეორე მეუბნება ამას და ესე იგი აქ რომ მოვადი და ბოლო არის, ესე იგი უფრო დიდი იწყება რაღაც. ამიტომაც უფრო დიდსველი რა თქმა უნდა. არა, მაგრამ დაგლოცვა. ისა, ხო და აი შიშზე რა წარმოვიდგინე ხა ძმასთან რომ ერთად მე მანქანაზე მაინტერესებს. ხა მანქანაზე. მარიამის მანქანაზე. შენ გითამაშია ოდესმე რამე თამაში, ვიდეო თამაში? კი. რა? რავი, League of Legends-ი მეთამაშია. What? კი. მაგრამ დივიზიაში ყავი. ხო, აი, უკვე მაგდენი არ ვიცი, ვცადე. Jinx-ით ითამაშა და რა თქმა უნდა. ხო. ოთარ ვარვიკ ბენინძე ხო არ გადაგიხარა იქ სადმე და ხო არ მოგკლა. ვარვიკი? ოთარ ვარვიკ ბენინძე მაესე. ჯანგლში ეს. აი, კაცი იცის ეგ. ვიდეო თამაშები მეტი ესე GTA ყველა საყარად თამაში. აი, კაკრას ეგ მინდოდა რომ მეთქვა. Tesla ხო ყავს შენ? მერე? აი, GTA-ს ავით არ დადის ეგ მანქანა? გაზ თუ არაჭერ, არ მიგორავს. დააჭერ თუ არა მიდის. აი, არ დაფიქრებულ ხარ იმენა GTA-ს ავით არ დადის? ხელის მუხრუჭი არა აქვს. აღმართვიან პროსტო გავს აუში ფეხი და გაჩერდება. სხვათა შორის არა. იმიტომ რომ ეგრე მეგონა მეც და ამასენად ვაკის პარკიდან ამოსახვევი რო არის. დავდექით ამაზე აღმართზე, მაღლა მოდიოდი და ანუ ხო, ვიცი რა, რაღაცას ვაკეთებდი იქ, არ ვუყურებდი გზას. ჩემს მომეთ რა გვერდით რომ არისო და
მიგორავდა მანქანა უკან. ამიტომაც ეგ სტერეოტიპი რაც იყო, რომ უნდა გაჩერებულიყო, დაიღო. ბიჭი რო ელექტრო მანქანით დადის რედ ფლეგია? აუ, ელექტრო Porsche მომწონს ახალი, ძალიან მაგარია და ამიტომ და ბიჭმა რომ მაგით გამოგიაროს. მინიმუმ ამიტომ ანუ არა. eco-friendly ბიჭები მოგწონს. ან ნახე რა რაღაცა არის. ბიჭს რო გარაჟი არა აქვს მაგარია. მე რო ვიცოდე რა მომწონს, ფლეგია? როგორი მომწონს და როგორი არ მომწონს, მარტო ვიქნებოდე დღეს მოდი ლოგიკური კითხვა დავსვათ რა, იმიტომ რომ მე მგონია რომ ეს იმათ მაიციან, ვისაც უკვე ყავთ. ბაზარი არა. მე არ ვიცი. შეყვარებული შენ ყოლია საერთოდ? ყოლია. რატო დაშორდი? საწრუპი ცხოვდა. ხო, ანუ Fred Flag-იც არის შენ რა ვარ მამაკაცი, ხო? იცი რა არის? ეგ არის რაჯიბი იყო. რაღაცა. ანუ აი ურთიერთობაში რა როგორ გამოჩნდება, იმის მიხედვით ხდება, ამიტომ ესე არ ვიცი რა. ერთადერთ მქონდა ცხოვრებაში ესე ურთიერთობა. ეს გააქვს. მაგათად მიწერე შენ საყვარელ ადამიანს, ხო? რა? და 6 საათი არ გიპასუხა. ბიჭზე ამბობ ანუ. ხო. ოკეი. შენი რეაქცია. მოდი გავითამაშოთ რა, მომწერე და 6 საათს მერე მოგწერე. მოდი მე 5 წელი არ გამითამაშე. მოდი ჯერ მე ვიტყვი და მე მარიამ მოხდეს. მიდი, გავითამაშოთ, დაიწყე ეს მოყოლა. მოდი შენ მომწერე. მოგწერე შენ? მე მოგწერე შენ და შენ ამწერ. შენ მომწერე დაგწერე. გოგო რომელია? მე ვარ ეს არის გოგო. გოგო. ოკეი. და მე მე მოგწერე და შენ ამწერ 6 მე საათი. უი ბოდიში არ მეცალა რა შვები. Oh fuck. მაგაცა შენ. დიახ, აი ხა ახლა შენ მარიამი მომწერე რაღაცა. უი ბოდიში არ მეცალა რა შვები. არაფერ შენ. შენ მკითხე თუ მე მკითხე. აუ რა ბოდიში ვერ გიპასუხე რა 6 საათი საქმე მქონდა და ნახე თუ იცი რომ ეგ ადამიანი მართლა მუშაობს, დაკავებულია, არ პახაობს, ქუჩაში არ დგას და რაღაცა კარგს აკეთებს, ანუ მე რა. ეხლა ნახე ვიდეო, მე ქართულმა გოგოებმაც გადმოაკეთეს. გოგოს უკავია ტელეფონი ხელში, ძალიან სომიანი აქვს ხელით რაღაცა და ბიჭი ეუბნება რომ ელაპარაკება და ის ბიჭი ეუბნება რომ დაკავებული ვარო არ მცალიაო. ბიჭი ეუბნება. ხო, და მე დაგირეკავო და ტელეფონს ოთიშავს, მე გამოდის კადრი ეს გოგო. აი ეს სომიანი აქვს ხელები სულ რა ქვილში რა ვითომ აი მეო მეცალაო ხო? რა სიტუაციაში დავრეკეო რა და მე რა ცალიაო და იქნება ის ბიჭი ომიდან გპასუხობს რა ხო ეხლა არ ცალიაო ორ წუთი დაგირეკავ ეგ პერსონალური არა. აი გააჩნია ხო ნახე ის ერთი მომენტი დავინახეთ ჩვენ ურთიერთობაში ვინ როგორ ექცევა ერთმანეთს შიგნით ანუ საერთოდ არავინ არ იცის სხვის ურთიერთობაში რა ხდება ხო სწორია და ეხლა რის თქმა მინდა იცი რომ იმ ერთი მომენტით არ განისაზღვრება რა თუ ის ურთიერთობაში ხა ის ბიჭი არ აკლებს იმ გოგოს არც ყურადღებას არც ითფოს ანუ ასე შემდეგ ანუ უცხოური ტრენდია მაგას გულისხმობ და ბევრი ლაიქი კი ვიცი ხო ნუ ზოგიერთი იმიდან პასუხობს რაღაცა სასწაულიდან მაგრამ ხო რეალობაშიც ბევრი ეგრე იღებს იმას გადაწყვეტილებას და ხედავს ანუ თავარია ურთიერთობაში შიგნით როგორ არის, იმიტომ რომ ერთი იმითი არ განისაზღვრება, ანუ ერთი ჩხუბით არ განისაზღვრება ურთიერთობა და არც ერთი კარგად ყოფნის რა, ხო, ალბათ უნდობლობა როცა არის. ხო, აი ეგ არის რა. უნდობლობა არის შეჯიბრება შეჩემა. აი მე ურთიერთობაში არის შეჯიბრება, რომ აი მე ნახე რამდენს ვაკეთებ, შენ არ აკეთებ. და კიდე ერთი რაღაცა, ნახე, აი როცა მაგალითად უსაქმურია რომელიმე. ხო. ანუ აი ოპა, ბაზარია რა. მანდაც იცი რა ხდება, რომ აი ვიღაცა რომელიც არ მუშაობს პირობითად, არ არის სამუშაოში 9 to 5 ჯობი ნაგულისხმები, მინიმუმ საკუთარ თავთან მუშაობაზე საუბარი. ხო, ის ვერ უგებს მეორეს, გამორიცხული, იმიტომ ერთ თუ ყოველთვის ცალია მეორესთვის და იმას არ ცალია მეორეს პირველისთვის. ის პირველი ვეღარ იგებს უკვე რა. ერთი ვარა 5 წუთი როგორ არის ეს? რო ეჭველი ღალატობან რაღაც და ანუ აი ეგეც აი ნახე პირველ რიგში შენი თავი უნდა გიყვარდეს მართლა და მიხედო შენი თავის განვითარებას და მერეა ყველაფერი, იმიტომ რომ როცა უკვე სხვას წინ აყენებ, შენ გავიწყდება ყველაფერი და ანუ ტოქსიკური ხდები ამ დონეზე რა, რომ ბოლომდე იქით, ანუ მართლა ყველაფერს ფეხებზე იკიდებ რა. ბიჭო ამას რანაირად ყავს შეყურება. Oh fuck. ბიჭებო. ანგელოზივით გოგოა. მაგრა ატარებს მანქანას ხოთ შორის, კაი, ლიხაჩ. კარგად აზროვნებს. შეესიეთ მეგობრებო. თან მაგარი ცოტა დაგიჯდებათ ამის შენახოთ რა ხია. 100 კაცი და როგორ ვერ არჩევ ერთს. კასტინგი ჩაატარე. რთული ხასიათი. ვიდეო გადაიღე კასტინგი. ოპა, არის ერეკი რო არის 100 დეიცე ვიყავიო ერთ დღეშიო და შენ გააკეთე ეგრე 100 დეიცე წადი და არა, აზეთი არის ის რო არის ბუშწებს რო ხეთქავენ. ეგ გააკეთე გთხოვ რა. ოზის უთხრათ, ანუ 10 ბიჭი მოვა და შენ ხარ დეიცე რა, ის ბიჭები კი არ არიან რომ რაღაცა. არა, ეგ არის ბიჭები აფასებენ მე. ეგ ხო იყო გაკეთებული შოუ, მე არ მევსვარ. აუღონდ ეხა შენ გააკეთებ ისე საყვარლობად რაღაცა ბინძური და ესე კან მართლა დეიცი ან მართლა ეძებ იდეალურ მამაკაცს რა. ეს ვიდეოსთვის მეუბნები. ხო, მაგრამ იქნება მართლა კარგი ბიჭი აუ, ვინ მოვა ნორმალური რა. ერთ წამი. ნორმალური არა, შენ რატო ფიქრობ რომ უნდა? ხო, ეს ერთი. ბიჭო, აი შენ ანუ რა, არა, მთელი ვიდეო არა. ყველა ადამიანს უნდა არა, ვაფშე არა. შენ არ გინდა შეყალიბული? ფიცა ვარ თუმდობა. დაფიცე არ შეიძლება, თვითონაც იცის.
თვითონაც იცის, დედას ფიცავარ არ მინდოდა. რა. შეყვარებული არ ხო, მაგრამ იმა ხო დაკერა. ბიჭო, ნახე, ეგ არის რენდომად ხდება. ანუ რენდომად გიყვარდება. აი ეგრე შენ თუ ეძებ, შეჭამ. ბენი აი როგორ იცი? ბენი შანსი არ არის გოგოს მიწეროს რა. ანუ ბენის რო ნახო ინსტაგრამი, ერთ გოგოზე არ აქვს მიწერილი. იმიტომ სხვენ, ანუ ეხლა მით უმეტეს არ მიწეს, რომ შეყვარებული იყოს, მაგრამ კომპლექსი არ არის ეგ რა. ანუ მაგრამ ეშინი, მაგრამ ეშინი. ხო, დაცა, ნახე, ზოგადად კომპლექსი გონია და მე გეტყვი გოგოს გადმოსახედიდან, რავი, მე როგორ შევაზრონებ, გეტყვი რომ განა იმიტომ რომ აი სხვებს რატომ უნდა მიწეროს და რაღაც. ანუ სოლიდურია, როცა ადამიანი ყველასთან არ არის რა, თუნდაც მინიმუმ მოწერაში, ანუ აი როგორ გითხრა? ბენი სოლიდურები ვართ. ხო, კარგი რა. სოლიდური კი არა ის ახარ. აი 13 წლის რო ხარ გავიგე, მაგრამ ანუ აღარ ვარ 13 წლის ბავშვები, ხო და პროსტა უბრალოდ აი ხო, რავი. არა, ეს ყოველთვის მოდის მაშინ, როცა არ იცებ. აი, როცა არ ეძებ მაშინ. მე 5 წელი არ ვეძებ. Oh fuck. მაინც არ მოდის, მაგრამ ნუ რა ვქნა. არა, ნახე, აი მე მჯერა რომ ყოველთვის არის რომ აი ვიღაცა ვინც ეძებს ყოველთვის იპოვის ყლეობას რა. აი ჩემი აზრია ეგ. ვინც ეძებს ყოველთვის გამონათქვამია ქართული და 95% არის ეგრე რა, რომ აი 5% არის გაგიმართ. 95% სეიფ გადისაპონია. მე მაქვს ამ საკითხზე ერთი შეხედულება რა. ერთი მარტო? გამოშვები. ცოტა გძელი, ერთი მაგრამ გძელი. ერთი მაგრამ გძელი და ნახე. აი მაგალითად, პოვნაზე ძალიან ისეთი სიტყვების თამაშია, მაგრამ შეყვარებული ხარ შენს და შენ ხო სწორია? დიახ. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ორი. მომიმართა უკვე ეს გოგოროა ჩემს გვერდს უკვე დავხურე, შემორჩა. აი მორჩა. ხო, და მე ნახე რას ვფიქრობ, ზოგადად აი შეხვდი სადღაც ადამიანს, გაიცანი, მიხვდი რომ რაღაც დონეზე გაინტერესებს მინიმუმ ინტელექტუალურ დონეზე. რაც უფრო ისაუბრებთ მეც, მით უფრო მიხვდები რეალურად ხო, საით მიდის საქმე და შენს გაქვს თუ არა ინტერესი. ხო და რეალურად პონაზე კი არ არის, აქ ჩემს თარი კიდევ ერთი რაღაცა აქვს რა. ვერ გადაყლაპე ჩიფს ბოდიში. ჩენი ჩიფსი, ნელა იყლაპება. ფრიქსი, საუკეთესო ჩიფსი საქართველოში. და პეში ჩემო გემო. და ჩიჩიები. კი, იმას კი აგავს, ცუდ ჩიფსებს კი გემრიელია. აგავს. ხო და მაგის გარდა რომ რეალურად ანუ ნახე, შენ დროის ინვესტიციას აკეთებ მინიმუმ როცა ვიღაცას ელაპარაკები. იქ ხო უეჭველი რაღაცა თავს გამოიჩენს, რომ უი, ეს არ ვიცოდი ამ გოგოზე ან ამ ბიჭზე. ოღონდ რას გულისხმობ ახლა აქ? ასეთ მომენტებში ადამიანები უნდა იყვნენ მზად იმისთვის, რომ მიიღონ, კედა წავიდნენ კომპრომატზე რეალურად, რა, იმიტომ რომ ურთიერთობა კომპრომისზე ბოდიში, ხო. ურთიერთობა არის ეგ, რომ უეჭველი შე როგორიც გინდოდა რაღაცა თეთრ რაშზე ამხედრებული ვიღაცა პრინცი არ ხდება. შეიძლება ვიღაცა იყოს წითელ რაშზე, ყალებში. ხო და ფერარი. ურთიერთობა მარტო ის არ არის, რომ უი ეს მოვიდა და ყველაფერი აი ნახე, რომ საფიქრე ლოგიკურად, რომ როცა ადამიანი ბოლომდე ჯდება შენ სტანდარტებში, იქ ესე იგი რაღაცა გატყუებს. ანუ რიგზე ვერ არის რაღაცა რა. მსახიობობს. ხო, ანუ რაღაცა პატარა მაინც უნდა იყოს უეჭველი რა, იმიტომ რომ მინიმუმ ის მომენტია, რომ უინტერესო ხდება ურთიერთობა. მაგიტო არ მარიამ იდეალური ხდები? მესმის ახლა მეც ესე მაგიტო არის. მაგრამ ჩემი გოგოსთვის იდეალური, ჩემი იდეალური არავინ არ არის. აი გამთავარი რომ შენ იყოს. შენთვის იდეალურია. ჩემი გოგოსთვის არანაირი. ნახე მაგას ცოტა არა. ცოტა ეხლა ჩემო ცოტა ეხლა შენს გვერდით როზე ვარ ეხლა. არავინ ხო არ ვართ იდეალურები და აი ნახე იმ ერთისთვის შენ იდეალური ხარ და ასევე პირიქით ხო სწორია. კი. და კიდე ერთ რაღაცას შევეხები აქვე რა. თემაზე ვახტები, მაგრამ ძალიან დიდი ფილოსოფიური საკითხია სიყვარული. მაგრამ აქ ერთი რაღაცა უფრო მნიშვნელოვანი უნდა წინ წამოვწიო. რა, ეხა უკვე ურთიერთობაში ხართ, გიყვართ ერთმანეთი, რაღაცა, ნუ აი, ჯანსაღად, ჩვეულებრივად კარგად ხართ და პერსპექტიულად უყურებთ ერთმანეთს, ხო? ნუ ოჯახი რამე რომე. და ანუ აი, ცხოვრებაში ერთი დღე გაქვთ, გაიღვიძეთ რაღაცა და აანალიზებ, რომ შენ ვიღაცა გოგოს კიდე მოეწონე. როცა გიყვართ, ხო მაგას ვაფშე ვერ ამჩნევ, ფეხებზე კიდია. ხო, არიან ბიჭების კატეგორია უბრალოდ, რომლებიც რას საკეთებენ, ახლა გეტყვით რა, რომ ვერ გოგოს მოწონა, მაგრამ მაგარი კიდია. ხო, ეს არის სწორი, ეგრეც უნდა იყოს. ამით არც უნდა იწერდე ქულებს არავისთან რეალურად, ხო? აი, კი. და არის ეს კატეგორია ბიჭების, რომლებიც ამითი რაშვებიან იცი, რომ იმ გოგოსთან, რომელთანაც ურთიერთობის რაღაც ეტაპზე არიან, თავს უფრო იფასებენ ერთი. იცი რა, ანუ მოდი ეს ფეხებზე მკიდია, მაინც ჯიბეში მყავს და აბა კიდევ ვის მოვწონდი, ვარიანტია მეორე, ესეთი და მესამე გოგოებს მივმართავ, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ თავი მაგრები გონიათ თუ სხვის ურთიერთობაში თავიანთ კეხს ჩაყოფენ რეალურად რა. ანუ პირიქით ძალიან ცუდი საქციელია ეგ რა. ანუ ვინც არ უნდა იყოს, მე ამას იმიტომ ამბობ, რომ დღესაც უყურებ მინიმუმ TikTok-ზე,
ძალიან ბევრი ეგეთი ხდება რა, რომ ანუ არ ხართ მაგარი ტიპები, პირიქით, ძალიან უნახავები ხართ და ტეხავს, მაგრად ეხავს, ძალიან ტეხავს რა. მე ჩემი სფეროდან აგიხსნი შეიძლება? რა თქმა უნდა. როდესაც მაგიდაზე ხინკალიდევს, ხო. ბოლოკს არ შევჭამ. აი, სწორია და ხინკალია შენთვის ადამიანი, აბა რა. მიგზიანი ბოდრიჯანია. ბიჭებზე არ ვამბობ, ამიტომ გოგოებზე ვამბობ, რომ გოგოებს აქვს ტვინში ეს რაღაცა რამდენიმე ხო და გოგოებს, აი ბიჭებს არ აქვს, ნახე, ბიჭი რო ნახავს ბიჭს შეყვარებულით, არასდროს არ დამინახავს მე სიტუაცია, რომ ბიჭი ცდილობს მეორე ბიჭისთვის შეყვარებულის ახევას, მაგრამ ეშინია დაჭრიან. ხო და გოგოების სიტუაციაში რასაც ხედავ ხო, ანუ პირიქით ხდება და ძალიან ეხლა წარმოგიდგენ როგორი ხამი გოგო ხარ და როგორ არავინ არ გიყურებს რომ მაგას აკეთებ. იცი, მაგ თემაში, აი, შენ ვერ ხედავ. აბა? კარგი თავდასხმელი, კარგი მეკარის გოლს გაუტანს, რომ ეს რაღაცა გამიგია. ვაუ. და? ასე რომ, არა, ბიჭებიც როგორ არ იმაშვებიან ასე. ბიჭო, ხომ არა. თელი ტრეკები არის, მაგას დაწერე, შენი გოგო ავახიე რატატა. ნუ ფორმულას ამბობს თუ არ ჩავთვლით, ახლა ვის? ფორმულას ამბობს. ფორმულა ვინა? ფორმულაზე ზოგადად რამე იქეთ-აქეთ იყვარს აქ თემები? ფორმულა 1? ხო. და ვინა ახიეს ვის? აუ, სახელი დეივიდი ერქვა მე მგონი, სახელებში ვჭედავ მე ერთი რეისერი, რომელმაც კარიერა პირველობა ახია და ცოლიც ახია და შვილი და ყველა ახია. იმას ამბობ? სახელი არ მახსოვს. იმის სიმღერაში რო არის. რა გვერდენს ნო. სიმღერაში არა, ნამდვილ ისტორიაზე ვამბობ. სუპრიმ რო არის იმის, რობი ვილიამსის სიმღერა რო მაგაზე ამბობ? არა, კაცო. მე. აუ, სახელი არ მახსოვს, დაწერეთ კომენტარებში. ხო, ანუ. კაი, ისა, ხო რა ვარ, ანუ ცოტა ფილოსოფიური პოდკასტი გამოგვივიდა. ძალიან. მიმაიმუნეთ. ასტრალში გავეს. როგორი ყველაფერზე დავაფიქსირეთ აზრი, რა ვიცი რა, რაც არ მოსულა, რაც ზვიგენის კბილის გარდა. აუ, აი ზვიგენებთან ცურვაზე ვაფრენ, აგერა მაქვს ერთი ზვიგენი. ხო, მე ზვიგენია. მაგარი ფრაზა თქვა, ბიჭო, ზვიგენებთან ცურვაზე ვაფრენო. ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ როგორ აი, გახეხილი კი ხონია. ნახე. ძალიან წარია, ეს ერთხელ შემერჭო, ანუ აი ძვალზე ისეთი წარია. ბიჭო, ხო არ ხადაო. აუ, სიცოცხლე წარმოგიდგენ ამან რო გიკვინოს. ხო და როგორი რაღაცაცი ამას აუ, არ ვიცი, მაგ ეგ არ მახსოვს, მაგრამ წესები აქვს თავისი ზვიგენს რო დაინახავ, როგორ უნდა მოიქცე. არა და ნუ ხალხი იმაზე გადაობს, რომ არის სურავო და всё და არა და ძალიან მაგარია, რომ შენში პირდაპირ თვალებში უყურებ. თვალებში ნაუყურო ზვიგენს. ბოჭა, მართლა უნდა ჩაიჯო, ხო? ხომ მიხუნები. What? ანუ მე ეგრე ვიცი, რომ უნდა ჩაიჯო. არ მეგეც დაინახავ, რომ შენი გამო გაიქცეს. არა, ეგეთი არ არა? ვიღაცა ალბათ ყვილოქენი. ხო მე? ნაშიმებს არ ჭამენ. მე ხო და ნუ ძალიან საინტერესოა ეგ როგორ არის ზვიგენი დავინახე ხა ნახო მივიდიო ნახალოკაი და ზვიგენი დავინახე რა შეიძლება ნახალოკელი ზვიგენი არ ვიცი უკვე სხვა თემა მაგრამ აკულატო აკულა მე ვიცი თავზე ეს ხელი დაადო და ეს მოატრია ნახე თუ ახლა კი მართლა ეგრეა თუ ახლა მოვა ეგრეა თავზე უნდა დაადო და მოატრიალო კი ოღონდ შემთხვევაში ხო რა შეჭება გოგო ძაღლი კვეს ამას და ზვიგენს გაუკეთეს დაგმაიც არ მეკმინა არიცი ეგა ტრაკზე მიკმინა. ეგ ვიდეო გავარდა არა და მე რო ბაზრო რომ ძალმა ტრაკზე მიკმინა მე. ძალმა აუზე მიდიოდი შორტებით და არ ვიცი დავასე თუ რა, მაგრამ ეს მოვიდა. რა ტაკოებიო და. კიჟი. რა ტაკოები? ვინდა ეს უში ტაკოები და. ოკეი, ნაჟიმი ნაჟიმი ტაკოებიო. მაგაზე ვიცი, მაგრამ ნაჟიმი ბიჭები არ მოწესო, ხო, ვიცი. ვიტყვა. ნაჟიმს აჭა. ბიჭო, ავარ. მოიცა, მართლა თავზე ადებს ზუგენს და ოპ. ოღონ ნახე თუ ახლოს მოდის შენთან არის 100 ახლოს რა. იმიტომ რომ ხო, ხელი მიწდება 100 ახლოს, 100 კილომეტრზე ხელის ესე ვერ დავადებ. და გულისცემა უნდა შეინარჩუნო 7. ანუ ძალიან ძნელია, მაგრამ უნდა შეინარჩუნო, იმიტომ რომ აი ნახე, შენ თუ პირიქით მოიქცევი და დაპანიკდები, სათვალე ეგ არის მაგათვის ნიშანი, რომ მოვიდეს და შეგჭამოს რა. უნდა ანახო, რომ არ გეშინია, ეგ არის მუღამი. და ამიტომ მიყვარს ზვიგენი, რომ ცხოვრებაში ეგ შიში ბევრ რაღაცაზე მეორდება ეგ იდეოლოგია ზოგადად რა, რომ იყო ძლიერი და ასე შემდეგ რა. რატო უყვარს ბიჭო თუ მესმოდი. რატო იცი, მაინტერესებს მაგათი ფსიქოლოგია, ასე შემდეგ ბევრი რაღაც. აი სულ ჩემი ფორიოც რო გახსნა TikTok-ზე, ზვიგენია ყველგან. მზეპირად ვიცი ჩიში სახელები, როგორ ზომავენ წლები, როდის ვინ დათაგეს და ასე შემდეგ. ძალიან მაინტერესებს ეგ. აბა რას უყურო? ანუ დათაგვა არის რა, იცი? ზვიგენი მაგალითად, ზვიგენს ხო აგზემოთ ეს რა. მაგა დათაგვა ნიშნავს, რომ მაგას ამაგრებენ ჩიპს და უყურებენ სიღრმეს. ან ძალიან მაინტერესებს ეს თემა და არ ვუსმენ, ამიტომ ამ TikTok-ის Insta 60-60 და ამაგრონ ცხვირზე და რაღაცებს რო ჭამს ხოლმე. და ასე ატრია. Insta 60-ზე მაგას გეტყვი თუ მე ისა დალაიქებულიც მაგ გუშინ ამომიგდო ზუსტად. ანუ Insta 60-ის ჯოხი ქონდა ტიპს, თავისი dive case-იც და ანუ
პირში ჩაიდო იმას ვიგენმა და ანუ მის მასში ჩანს ყველაფერი რა როგორ არის და ძლივს გამოგლიჯა უკან ამან რა ანუ დაიფ кейსი ჩაიდო პირში ვიგენმა შეჭამა და უკან გამოგლიჯა ხო ანუ ძალიან სიგიჟე ვიდეოები იდება ხოლმე TikTok-ზე რა ოღონდ როცა ჟანსაღ რაღაცებს უყურებ და ჩემთვის მე ძალიან მიყვარს ვიგენა მე ბენის ვიდეოებს მიგდებს ხოლმე მაგალითად ბენის ვუყურებ და ბენი ნახე TikTok-ზე კაი ვიდეოებს აკეთებს შენ გიყურებ ხოლმე მე ვაუ fuck მადლობა მე შენ გიყურებ ხოლმე ვიცი შენ TikTok-ზე არა ყველას ვიდეოზე გიყურებ ხოლმე მოდი აქ ყველას ბიჭო არა ახლა დაიწყო თავისი რაღაცეები ზვიგენზე რავი ესეთი აქტუალები ზვიგენს მივსდევდი შარშან შარშან არა იანვარში ეხლა მართლა დანში მანქანას გაუსვა მანქანაზე გაუსვა და მეთქი შენი დედა მივსდევ მერე ვიდეოც მიდევს ანუ რაღაცა 9 მილიონზე მეტი ნახვა აქ ამ ვიდეოს ზვიგენს მივსდევდი მართლა მალდივებზე ჩავყვინთეთ ის იყო რა ქვია ჯგუფური ჩაყვინთვა მაგრამ მე არ მქონდა აპარატურა დაივინგის მარტო სნორკლინგის ანუ ამოშორის ის განსხვავებაა რომ დაივინგზე გაქვს დიდი აკვალანგი და სნორკლინგზე გაქვს უბრალოდ აი ეს უბრალოდ თავი ჩაყვინთვა ეს მოვიხსენი საერთოდ გადავაგდე ჰაერი ჩავისუნთქე და ანუ ზვიგენი ფსკერზე იწვა ესე და ჩავყვინთე რომ ახლა რა მართლა მე გაცურა და მეც გავეკიდე და ისეთ ომას კადრებია აი ძალიან უნდა ნახო რა ან დიდ კუებთან გიცურავია? ხო, ნახე როგორ არის იცი რეალურად ეგეთი კუები ცურავენ იდეაში რიფებზე რა, ანუ მარჯნებზე, ანუ ესე ვთქვათ, იმიტომ რომ იქ ზვიგენები არ მოდიან და ანუ ეგეთ ადგილებში არიან ესეთი ლამაზი დიდი კუები რა და უბრალოდ საშიშები არიან, ოღონდ რატო? ჩვენთან არ მოვლენ, არ შეგექებიან. ნემოში რო არ ეგეთი კაი კუები არ არის ხო? როგორ არა ხო? ძალიან მესიამო და მარიამთან საუბარი, ძალიან საინტერესო და კარგი ადამიანია. ნიჭიერი, გასთავარია. და რავი, ძალიან გთხოვთ გამოიჭრეთ Wonder Blonde-ის YouTube არხი. სად იქნება ქვემოთ თუ ზემოთ? აღწერაში. ახლა შენს გამო ეხლა გრაფიკას არ დავადეთ ეხლა და მიეცე რა უცილად ჩვენ მემონტაჟეს და ამოგინათებს თუ გინდა ეხლა. ისედაც 30 ლარა დამონტაჟებს ამ ვიდეოს. და რავი, ბენიტო. ხო. მადლობა რომ ჩემთან აწამყვანი იყავი. კაი კაცი ხარ. დავით, თქვენიც ხალხ. მარიამი ჩამოწელი. მარი გამიწია თორე. მე მგონა ამას მარი თუ მარიამი? მარიამი. ხო, მადლობა მარიამ რა. კაი ერთე, გევასა. კი, სხვათა შორის ძალიან კარგი იყო და სიამოვნებით მოვალ ახალ პროექტში, როცა გააკეთებთ ისევ ერთად. ბაზარი არა. ბაზარი არა. ოღონდ ახლა ხო ბოლო ვიყავ, შემდეგზე პირველი. ნახევარ კაცი იქნება შემდეგ. დავაი. შემდეგზე მარიამთან ერთად ვიწყებთ გადაცემას და პირველი მარიამი. ნახავდეს.